მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის. და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ალბათ მე შევეცდები, რომ ჩავედი სადღაც 9 საათში 40 წუთში და მე კარგი იქნება, რომ კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავიდეთ. ამავდროულად, როდესაც შევარჩიეთ დათოსთან ერთად სათაური, ჩვენ არ აგვიღია აქცენტი ზუსტად რა პერიოდზე უნდა ვილაპარაკოთ და კონკრეტულად არ მიგვითითებია. ამიტომ მე შევეცდები, რომ გარკვეული ეგრეთ წოდებული თეორიული ბექგრაუნდი, როგორც მე ვხედავ ამას, როგორ მოხდა თანამედროვე დასავლური ცივილიზაციის განვითარება, ჩემი ვერსია წარმოგიდგინოთ, თუმცა აქაც ორიგინალური არ ვიქნები, იქნება თეორიული ბექგრაუნდი, როგორ მოვედით მე-20 საუკუნემდე. მე-20 საუკუნე ეს არის პერიოდი, როდესაც თუ წავიკითხოთ დემოკრატიის თეორიაში, ჩვენ ვხედავთ, რომ პრაქტიკულად დემოკრატია გაზიარებულია, როგორც ისეთი საზოგადოებრივი წყობა, რომელიც თუ ცალკეულ ჯგუფებს არ ავიღებთ, ამაზე შეგვიძლია მე კითხვა-პასუხში ვნახოთ, კითხვის ნიშნებს შეასვამენ, საყოველთაოდ გაზიარებული ღირებულებაა. მაგრამ ასე არ იყო საუკუნეების განმავლობაში და მე შევეცდები, რომ გარკვეული ისტორიული და სააზროვნო ასე ვთქვათ, ბექგრაუნდი მოგცეთ იმისათვის, რომ მე კითხვა-პასუხის რეჟიმში თუ კი წამოვა კითხვები, რა ხდება დღეს და როგორ გავიგოთ ვთქვათ დღევანდელი მოვლენები, ჩვენ ჩემი შესავლის შემდეგ გვექნება გარკვეული ფაქტები და თეორიები საიმისოდ, რომ გავაკეთოთ, მე უკან გავიხედოთ და გავაკეთოთ დაყრდნობა რაღაც ისეთ ფაქტებზე, რაც მოხდა. ეხლა აქ ჩემი ყოფილი სტუდენტიც არის და მისთვის ზოგიერთი ელემენტი ნაცნობი იქნება გოჩასთვის, რასაც ჩვენ ლექციებზე ვკითხულობთ ხოლმე, მაგრამ მე გავაკეთე კიდევ ერთხელ მე-20 საუკუნეს არ ვეხები, იმიტომ რომ მაშინ ძალიან ბევრ რამეზე უნდა წავიდეთ, ამიტომ გავაკეთე 1400 წლიდან 1900 წლამდე ავიღე პერიოდი და ეხლა მე მინდა პირველ რიგში თქვენ გითხრათ ძირითადი მოვლენები, რაც მოხდა აი ამ 5 საუკუნის განმავლობაში. როგორ? კიდე რა ხდება? ოდი დავწერ ეს რელიგიური ომები და რეფორმაცია, ხო? საფრანგეთის რევოლუცია. 1900 წდება. საუკუნეს მოიცავ, მაგრამ დამტო დავწერი ყოფენ თავზე. როგორ მიხარია? ამას დავამატებდი პირადად მე. პრინციპში, რაც მინდოდა ყველაფერი თქვით, რაც მე მაქვს ჩამოწერილი. რეფორმაცია რო თქვით, იგულისხმება რა თქმა უნდა მარტინ ლუთერი, გუტენბერგი თქვით, რაც ძალიან ფუნდამენტურია ამისათვის. ჩავხედოთ ჩემს სიას, რამე ხوار გვაქვს, ბართლომეს ღამით შედის რელიგიურ ომებში. ეს თქვით. კი, სრულიად საკმარისია ჩემი აზრით. ეხლა მინდა რომ წარმოვიდგინოთ ევროპული აზროვნება, დაწყებული ზუსტად აქედან. ესე იგი, აღმოსავლეთით ხდება რა, რომ მოვიდნენ სხვები. თურქები მოვიდნენ და დაეცა კონსტანტინოპოლი.
მეორე რაც ხდება, კოლუმბმა აღმოაჩინა ამერიკა. და პრაქტიკულად ის ჰომოგენურობა, რაშიც ევროპა ცხოვრობდა, რაღაცნაირად დაირღვა. ამავდროულად ჰომოგენურობა დაირღვა შიგნითაც, იმიტომ რომ გაჩნდა განსხვავებული რელიგიური, ქრისტიანული, მაგრამ რელიგიური მიმდინარეობა მარტინ ლუთერის სახით და ადგილი აქვს ასევე წიგნის ფართოდ გავრცელებას, ანუ ერთის რომ ლუთერი თარგმნის ბიბლიას გერმანულად, რაც პრინციპული სხვაობა არის, იმიტომ რომ აღარ ახარ დამოკიდებული მღვდელზე, რომელმაც ლათინურად უნდა წაიკითხოს ბიბლია და ითარგმნოს გერმანულად, არამედ გერმანულად ითარგმნება, იბეჭდება 180 წელი პირველად გონი თუ სწორად მახსოვს და ხდება ამის ფართოდ გავრცელება. ანუ ჰომოგენურობა, რაშიც გარკვეულწილად ევროპა ცხოვრობდა, დაირღვა. აღმოსავლეთიდან მოდიან თურქები, რაღაცა პერიოდში თქვენ იცით, რომ თურქები ვენასთანაც კი იყვნენ მოსულები. ხდება ახალი მიწების აღმოჩენა, რომელიც ეგონათ ინდოეთი, მაგრამ არ აღმოჩნდა ეს ინდოეთი და იწყება სრულიად თავიდან გადააზრება იმისა, რა არის სამყარო. ამიტომ იწყება ფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა მოვეპყრათ სხვებს. და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ავტორი, რომელსაც გირჩევდით ამ თვალსაზრისით, არის ესპანეთში იყო სალამანკის უნივერსიტეტში სალამანკის სკოლა, რომელსაც თუ დაიმახსოვრებთ, კარგი იქნება და ამ სალამანკის სკოლაში იყო ასეთი მოაზროვნე ფრანსისკო დე ვიტორია, რომელმაც 1537-39 წლებში 3 ლექცია გამოაქვეყნა და მათ შორის ერთ-ერთი იყო ამერიკელი ინდიელების შესახებ. აკაკის გამომართვას. ამერიკელი ინდიელების შესახებ, სადაც რამდენიმე ფუნდამენტური კითხვა არის დასმული. ერთი ფუნდამენტური კითხვა არის შემდეგი. აქვს თუ არა ევროპელებს და ესპანელებს უფლება დაიპყრონ ისინი? მეორე ფუნდამენტური კითხვა არის ის. აქვს თუ არა მათ უფლება ძალით გააქრისტიანონ ისინი? და არის ძალიან ჩვენ ხო გონია რომ შუა საუკუნეებიდან რომ გამოდივართ ახალ დროში, რაღაცნაირად გონია რომ პასუხი შეიძლება იყოს რომ უბრალოდ გადავიდნენ, დაიპყრეს და ასე შემდეგ. არა, სალამანკის სკოლა და ფრანსისკო დე ვიტორია ამბობს რომ არანაირი უფლება მათი დაპყრობის ევროპელებს არ აქვთ პირველი და არც მათი ძალით გაქრისტიანება არ შეიძლება. რაც ძალიან ჰუმანურად გამოიყურება თუ ჩვენ ავიღებთ იმ პერიოდის რელიგიურ ომებს. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ დღეს მე-20 თუ 21 საუკუნეში იმაში, თუ სად უნდა ვეძებოთ ტოლერანტობის ძირები, უნდა ვთქვათ, რომ მე-16 საუკუნეშივე ძალიან მალე დააკვირდით 1537 წელიდან. ანუ ძალიან მალე სულ რაღაც 40 წელიწადში, რომელიც დღეს არის 40 წელიწადი დიდი დრო, მაგრამ აქედან თუ შევხედავთ 40 წელიწადში არაფერი არ ხდება ისე, ხო? ძალიან მალე იწყება აზროვნება იმასთან დაკავშირებით, როცა ახალ მიწებს აღმოვაჩენთ, რა უნდა გავაკეთოთ. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რაც მინდა რომ ამ მომენტისათვის დავიმახსოვროთ. ძალიან გამიხარდა, როდესაც ყველა მახსენეთ 1648, რითაც დამთავრდა რელიგიური ომები და ვესტფალიის ზავის დროს, რომელშიც მონაწილეობდა 150-ზე მეტი დელეგაცია და იყო, თქვათ, იმ ქვეყნებიდან მონარქები და დელეგაციები, რომლებიც წარმოადგენდნენ მეტად პროტესტანტულს, ეს იყო ძირითადად ჩრდილოეთი, რომის ახალ იმპერიის ჩრდილოეთი მიწები, შვედეთი და ასე შემდეგ და სამხრეთი კათოლიკური ნაწილი, მათ შორის კათოლიკური ეკლესია, ამაში მონაწილეობდა, რა თქმა უნდა, საფრანგეთის დელეგაცია, საფრანგეთის მონარქი და ასე შემდეგ. 100-ზე მეტი და გრძელდებოდა 3 წლის განმავლობაში მოლაპარაკება. ორი ფუნდამენტური რამ დარჩა კაცობრიობას ვესტფალიის ზავიდან. ორი ძირითადი შეთანხმება. პირველი, ეს არის საზღვრების ურღვევება. პირველად საზღვრები, როგორც სუვერენული საზღვრები დადგინდა ვესტფალიის ზავის დროს. ანუ ომებმა იმდენად დაღალა და განსაკუთრებით ამ რელიგიურმა ომებმა იმდენად დაღალა ევროპა, რომ ისინი შეთანხმდნენ, რომ საზღვრებს არ ვეხებთ. და
საერთაშორისო სამართალი პრინციპში იბადება ამ პერიოდში. რა თქმა უნდა, საერთაშორისო სამართალი რაღაცნაირი გაგება თუ კიდიდეს დროიდან არსებობს, როდესაც თუ კიდიდან პელოპონესის ომზე დაწერა, ხო? ტრაქტატი. მაგრამ ის, როგორც ჩვენ ვიცნობთ, დღეს საერთაშორისო სამართალს და საერთაშორისო სამართლისთვის კი ფუნდამენტურია ადამიანის უფლებები, რომლის ასევე ძირითადი ნაწილი არის შემწყნარებლობა და ტოლერანტობა, ჩვენ ამ სახით ვიცით სწორედ ამ პერიოდიდან პრინციპში ფრანცისკო დე ვიტორია ითვლება ერთ-ერთ ფუძემდებლად, შემდეგი არის ჰოლანდიელი ჰუგო გროციუსი და ასე შემდეგ. მე ამ სიღრმეში არ მივიდოდი. მე უბრალოდ ვამბობ, სად არის ძირები იმ ტოლერანტიზმისა, რაც მივიღეთ დღეს დასავლურ ცივილიზაციაში. ეხლა ჩვენ აქ უნდა გავითვალისწინოთ ასევე ის უზარმაზარი ცვლილება, რაც ხდება აზროვნების ისტორიაში და ჩვენ ამ შემთხვევაში ვერ გავაავლით გვერდს, რა თქმა უნდა, ისეთ ავტორებს, როგორიც არის თომას ჰობსი, შემდეგ ჯონ ლოკი და ჯონ სტიუარტ მილი განსაკუთრებით. მაგრამ ვიდრე ამაზე გადავალთ, ჩვენ პრაქტიკულად საფრანგეთის რევოლუციაზე მოკლედ ვიხდები, რა თქმა უნდა, საფრანგეთის რევოლუცია, ისევე როგორც ამერიკულმა რევოლუციამ, ანუ ამერიკის დაბადებამ, ჩვენ მოგვცა პირველი ნაბიჯები თავისუფლების, თანასწორობის და წესრიგის რაღაცნაირი კომბინაციის, რომელიც აისახა ამერიკულ და ფრანგულ კონსტიტუციებში და იდეოლოგიაში. მაგრამ ამ შემთხვევაში ეხლა მე მინდა რომ ძირითად გარდა ამისა ორი რამე გვაქვს ეხლა ჩემი აზრით განსაკუთრებული. რა ხდება აზროვნების თეორიაში და უკვე გითხარით ავტორები, რომელზედაც მოკლედ გეტყვით პრინციპულად რა ცვლილებები ხდება ამ პერიოდში და მეორე არის რა მოაქვს ინდუსტრიალიზაციას. ამიტომ მე პირველ რიგში დავიწყებ ინდუსტრიალიზაციას განხილვას. რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გავიგოთ თანამედროვე ტოლერანტიზმის ძირები და ამ შემთხვევაში დავეყრდნობი ადამ სმითს, თუ კი ჩვენ ზოგიერთ თქვენთაგანს იმედი მაქვს, რომ წაუკითხავს ადამ სმითი და ვიცით რამდენად მნიშვნელოვანი ავტორია. ადამ სმითი ჩვენ აღვიწერს ძალიან ფუნდამენტურ ეკონომიკურ ცვლილებას, რაც მოყვა ინდუსტრიალიზაციას და კაპიტალის სვლას მიწიდან მანუფაქტურისკენ, როგორც ის აღწერს და მანუფაქტურიდან საგარეო ვაჭრობის. ანუ თუ მანამდელი ვიდრე მოხდებოდა ინდუსტრიული რევოლუცია, რომელიც დაიწყო რა თქმა უნდა ინგლისში, მაგრამ გავრცელდა მერე ყველგან. ვიდრე დაიწყებოდა ინდუსტრიული რევოლუცია, რაც წარმოადგენდა ევროპის ეკონომიკა. ევროპის ეკონომიკა ეს იყო ჩვეულებრივი ფეოდალური ეკონომიკა, აგებული მემამულეზე, რომელსაც ყავდა ყმები. ხდება ფუნდამენტური ცვლილებები ამავე პერიოდში და ფუნდამენტური ცვლილებები ხდება იმ თვალსაზრისით, რომ მიწიდან ჩვენ გადავდივართ მანუფაქტურაზე, ანუ გადავდივართ მრეწველობის სხვა დარგზე და აქედან, რა თქმა უნდა, იმის გამო რომ იწყება ჭარბი წარმოება, დავაკვირდეთ, მიწაზე, როდესაც ჩვენ რაღაცას ვაწარმოებთ, პრაქტიკულად წარმოვიდგინოთ, თუ რომელიმე თქვენთაგანი მოხვედრილა ევროპაში რომელიმე ყოფილი მემამულის დიდ ციხესიმაგრეზე. ეს რას წარმოადგენს? არის ციხესიმაგრე, გარშემო თავისი პატარა ციხესიმაგრე შიგნით თავისი ვთქვათ, იქ ვიღაცა პატარა სახელოსნოა, რომელიც სახნის აკეთებს, პატარა სახელოსნოა მჭედლის, ვიღაცა ქამარს და ტყავის ნაწავს აკეთებს, მაგრამ ყველაფერი, რაც კი მემამულეს მიწაზე იწარმოება, პრაქტიკულად არის ადგილობრივი მოხმარების. აი ამ გადანაცვლებას მოაქვს ჭარბი წარმოება, მასობრივი წარმოება, რომლის მომხმარებელი არის უკვე არა მემამულე და მემამულის გარშემო ცხოვრები ადამიანები, არამედ არიან ადამიანები, რომლებიც შეიძლება თვალითაც არ ყავდეს ნანახი. იწყება ისეთი პროდუქტების წარმოება, მასობრივი წარმოება ინდუსტრიული რევოლუციის შედეგად, როდესაც შენ უშუალოდ ვისთვის აწარმოებ ქამარს არის. თუ შენ ქამარს აწარმოებ იმისთვის, რომელსაც ყოველდღე უყურებ, მიხვალ ზომას საუბრობ და ქამარს
აქ მასობრივ წარმოებაში იწყება ისეთი პროდუქტის წარმოება, რომელიც დინიყიდის არის და ჭარბი წარმოება მოგთხოვს საგარეო ვაჭრობას. კაპიტალი და შესაბამისად სამუშაო ძალა ინაცვლებს აქედან აქ. რა მოაქვს ამას? აი ეს არის ძალიან ფუნდამენტური. მე აგიწერეთ ერთის მხრივ ისტორიული ნაწილი დასაწყისში და ძალიან სქემატურად გავიარეთ, იმიტომ რომ მე არ ვიდა რომ ზედმეტად გადაგყავთ თავად მე კითხვებით უფრო წავალ სიღრმეში, მაგრამ ხდება 4 ფუნდამენტური რამ. აი ის შედეგად, რასაც ადამ სმიტი აღწერს და ის შედეგად რაც ხდება, რაცაც წარმოადგენს ინდუსტრიული რევოლუცია. პირველი ეს არის ურბანიზაცია. ვინიცის რამდენი არის საქართველოში შეფარდება ქალაქისა და სოფლის მოსახლეობას შორის? 55-45-ზე. 45 სოფლის მოსახლეობა არის ძალიან ჭარბი და რაკი გიორგი ქადაგიძე იქნება შემდეგ ლექციაზე ამ საკითხზე დაუშვით მათ შეკითხვები. მე ამ სიღრმეში ახლა არ წავალ უბრალოდ სხვა რამეზე რომ ვარ დავკავ. მეორე და ურბანიზაცია რატო არის მნიშვნელოვანი ამას ვიტყვი. მეორე რაც ხდება, უბრალოდ ჩვენ ქვით საგარეო ვაჭრობა. მეორე რაც დიდი პროცესი ხდება, აი იმ 5 საუკუნის განმავლობაში, რაც აგიწერეთ და მე-19 საუკუნე საერთოდ ითვლება ბრიტანეთის იმპერიის საუკუნე, როდესაც ბრიტანეთის იმპერიაში მზე არ ჩადის. ანუ გლობალიზაციის დონე მივიდა იმ დონემდე, რომ იმ ბრიტანეთის იმპერიაში მზე არ ჩადის. აბა წარმოიდგინეთ, მაგალითად 1847 წელს ბრიტანეთი ჩინეთისგან ქირაობს კუნძულს, რომელსაც უბრუნებს მერე 150 წლის შემდეგ კუნძულზე არის ერთი პატარა სოფელი და 1997 წელს ჩინეთს რო უბრუნებს იმ კუნძულს ბრიტანეთი, დგას სათამბჯენები და არის მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ცენტრი, რომელსაც ქვია ჰონკონგი. ხო, შესაბამისად, უკვე ჩვენ ამ პერიოდში დღეს რო გონია რომ გლობალიზაცია ახალი ხილია სინამდვილეში. გლობალიზაცია თავის ძირებს იღებს აქედან. მესამე ელემენტი რაც ხდება ეს არის დემოკრატიზაცია. კასკუს ვინ არის აქ გადაწყვეტილების მიღება? მიწას. მემამული, ფეოდალი. მაგრამ იმის გამო რომ სამუშაო ძალა და კაპიტალი ინაცვლებს ქალაქში და ხდება ურბანიზაცია, ქალაქში გროვდება თავისუფალი ადამიანების დიდი რაოდენობა. ანუ თანდათან ადამიანთა დიდი მასა, რომელიც იყვნენ ყმები, გარდაიქმნებიან ქალაქის თავისუფალ მოსახლეობას. ღარიბებად შეიძლება უბრალოდ დაქირავებული მუშახელია, მაგრამ თანდათანობით ხდება გადასვლა სოფლიდან ქალაქში და ურბანიზაციას ამავდროულად სდევს დემოკრატიზაცია და რასაც ასევე ყურადღებას აპყრობს ადამ სმიტი და ყურადღებას მიაქცევს დემოკრატიზაცია გულისხმობს არა მხოლოდ იმას, რომ ეს თავისუფალი მოქალაქეების დიდი რაოდენობა გროვდება, არამედ გულისხმობს იმასაც, რომ ამ ქალაქებში იწილად, აი მაგალითად იტალიის ჩრდილოეთის ქალაქებს თუ ავიღებთ, ხო? ადგილი აქვს თვითმმართველობების ჩამოყალიბებას, როდესაც უფრო და უფრო მეტი ადამიანი მონაწილეობს გადაწყვეტილებების მიღებაში. რა თქმა უნდა, დღევანდელი პარამეტრები სასაცილოა ჩვენ ვილაპარაკოთ, რომ ეს ადამიანები ბევრია. მაგალითად, 1840 წელს ინგლისის პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას იღებდა მთელი მოსახლეობის 2% მარტო. მაგრამ ჩვენ თუ შევადარებთ წინა საუკუნეს, ეს გაცილებით დიდი ციფრია უკვე რაოდენობრივად, ხო? ანუ ადგილი აქვს არა იდეალურად, როდის საბოლოოდ როც მივიდა კაცობრიობა, იქამდე როცა ყველა მიიღო ხმის უფლება. პირველად საყოველთაო ხმის უფლება რომელიც ქვეყანაში იცის? ახალი ზელანდია 1905, ავსტრალია 1907. ანუ პრაქტიკულად მაშინ როდესაც ქალებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ეს არის მე-20 საუკუნის დასაწყისის პროდუქტი. და რა თქმა უნდა, მაგრამ ამას წინ უძღოდა დიდი პროცესი, რა თქმა უნდა, ამას თან ახლდა ქონებრივი ცენზი, განათლების ცენზი და 1000 სხვარი ცენზები, რომლებიც ხელს უშლიდა ადამიანთა გარკვეული ნაწილის გადაწყვეტილებებში მონაწილეობას.
მაგრამ ეს პროცესი განუხრელად იზრდებოდა და რა თქმა უნდა სააზროვნო იდეის დონეზე ეს პროცესი იქნებოდა პრესაში. და ახლა მივადექით იმ მეოთხე ელემენტს, რისთვისაც დათომ თხოვა ლექციის ჩატარება. ტოლერანტობა. ანუ მეოთხე ელემენტი აი ამ დიდი პროცესის იყო ლიბერალიზმი. თუ არ ხდება განსხვავებული სატანა, თუ არ ხდება განსხვავებულთან მორგება, ეს სისტემა, რასაც ქვია საბოლოო კაპიტალიზმი, ზოგიერთებს მოსწონს, ზოგიერთებს არა, ეს სისტემა ვერ იმუშავებს. თუ არ აქვს მიმღებლობა შენთვის უცხო ადამიანის საგარეო ვაჭრობა ვერ იქნება. თუ არ აქვს შენ მიმღებლობა განსხვავებული ადამიანის გლობალიზაცია არ მუშაობს. ურბანიზაცია არ მუშაობს. რატო? იმიტომ რომ სოფლის მოსახლეობა ყველას იცნობს ერთმანეთს. და ამიტომ იქ დადგენილი ნორმებია, რომლიდანაც გადახვევა ისჯება ისე, როგორც ეს ვაჟა-ფშაველასთან წაგვიკითხავს ყველას, ხო? მაგრამ ქალაქი ამ თვალსაზრისით არის უპირობლო და ურბანიზაციას თავისთავად მოაქვს სხვა ტიპის ურთიერთობებზე გადასვლა, როდესაც შენ არ იცნობ ადამიანს, რომელიც ქუჩაში ხდება, სოფლის ორღობებში ყველას იცნობ. შენ არ იცნობ ადამიანს, მაგრამ ყალიბდება ურთიერთობების წესები, რომელიც შენგან მოითხოვს შენგან განსხვავებულის მიღებას. და ამიტომ ურბანიზაცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თავისთავად ეკონომიკური პროგრესისთვის. ურბანიზაცია მნიშვნელოვანია შემწყნარებლობის განვითარებისთვის. იგივე არის გლობალიზაცია. ადამიანი, რომელიც დატვირთავს, აკლებს და გაივლის ათასობით კილომეტრს, რომ სუნელი ან ჩაი გაკეთოს სრულიად სხვა კულტურაში, მოეთხოვება მას, რაც შეიძლება დიდი მიმღებლობა მისგან განსხვავებული კულტურების და ადამიანების. დასაგებია, ხო რას ვთქვი? და იგივე დემოკრატიზაცია, როდესაც მეტი და მეტი ადამიანი ერთვება პოლიტიკური გადაწყვეტილების პროცესში, მოითხოვს არა იმას, რომ ყველა ერთნაირად ვაზროვნებდეთ, არამედ დემოკრატიული პროცესი მოითხოვს, რომ რაც შეიძლება განსხვავებული შეხედულებების, ღირებულებების ადამიანებმა იპოვონ ურთიერთობების ისეთი წესები, რომლებიც არავის არ შეცვლობს. ამიტომ პროცესი, რაც მოყვა ინდუსტრიალიზაციას და რასაც ძალიან კარგად აღწერს ადამ სმიტი, გვაძლევს აი ამ ოთხ ელემენტს, როგორც მოვიდა კაცობრიობა დღემდე, მას შემდეგ რაც აღმოვაჩინეთ ამერიკა ან წავიდა კაცობრიობა აღმოსავლეთით და რაც შეიძლება მჭიდრო კავშირები იყოს. ეს რაც შეეხება ინდუსტრიალიზაციას და ეხლა მე გითხარით, ჩვენ გავაკეთეთ ისტორიული პლასტი, ჩვენ გავაკეთეთ ეკონომიკური პლასტი, მჭიდრო კავშირში პოლიტიკასთან, ჩვენ ეხლა უნდა პატარა თეორიული პლასტი გავაკეთოთ, რა შეცვალა ჰობსმა, ლოკმა, კანტმა, მერე ჯონ სტიუარტ მილმა. პრინციპული ნაბიჯი, რაც მოყვა ინგლისელი ფილოსოფოსების ჰობსის და ლოკის, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ განსხვავდებიან რაღაცაში ერთმანეთისგან, პრინციპული სხვაობა იყო შემდეგი, რომ მათ მოგვცეს სახელმწიფოს არსებობის და ჩამოყალიბების და გნებავთ გამართლების სრულიად სხვაგვარი კონცეფცია, ვიდრე არსებობდა მანამდე. მანამდე არსებული კონცეფცია იყო რა? პლატონი აგვიწერს, არის რაღაცა ზოგადი სიკეთის იდეა, ვისაც ფილოსოფია წაკითხავს, სიღრმეში არ წავალ. არსებობს რაღაცა საზოგადო ინტერესი, რომელსაც ჭრეც და იმეც ფილოსოფოსი
ცველები, რომელთანაც მეფე ფილოსოფოსი ამოიზრდება, ხოლო კერძო ინტერესი საზიანოა საზოგადო ინტერესის მიმართ. ამიტომ არის პლატონის სახელმწიფოში, რომ კერძო საკუთრება არის დაუშვებელი, ოჯახი არის დაუშვებელი და ის ყველაფერი ის, რასაც კერძო ინტერესთან მიყვარს. ქრისტიანული მოძღვრება რო ავიღოთ, ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით საღვთო წარმოშობა აქვს, ხო მმართველობის სისტემას, თქვათ მონარქებს, მათ თეორიული წარმოშობა. აი აქ ჰობსმა გაწყვიტა, როგორც ერთი ისე მეორე ტრადიცია და თქვა, სახელმწიფო არაფრისთვის არ არსებობს თუ არა იმ ადამიანთა კერძო ინტერესების დასაკმაყოფილებლად, რომლებიც დებენ ხელშეკრულებას, საზოგადოებრივ ხელშეკრულებას, როგორ მოაწყოს სახელმწიფო. აი ჩვენ რა ვიგოთ, 30 თუ 40 ადამიანის შეგვართ აქ, ხო? თუ ჩვენ ამბობთ, რომ აი ახლა ჩვენ უნდა ამ კედელზე დავწეროთ კონსტიტუცია, მათ ვაფუძნებთ ჩვენ სახელმწიფოს. და რა ეწეროს კონსტიტუციაში, ხო? თუ ჩვენ ამას ვაფუძნებთ, ჰობსი ამბობს, რომ არაფერი სხვა გარდა იმისა, რომ ჩვენი ინტერესების მიხედვით მოაწყოთ, სხვა არ არის. ამიტომ აი აქ ჰობსიდან და ლოკიდან მოყოლებული სათავეს იღებს გაგება იმისა, რომ სახელმწიფო ეს არის მისი თითოეული მოქალაქის კერძო ინტერესზე დამყარებული. ეხლა და ამას მოაქვს შედეგად შემდეგი რაღაცების გაგება. ახლა ძალიან სქემატურად ლაპარაკობ ბოდიშკეტით, მაგრამ მე ვცდილობ, რომ ძირითადი ჩარჩო მოგცეთ და მე კითხვები რაც იქნება იმის მიხედვით წავალცევთ. რასთან ვიყავართ ამას? თუ ჩვენ საზოგადოებრივი ხელშეკრულების მიხედვით ვაფუძნებთ სახელმწიფოს, მაშინ ხო, აღნიშნა დამამზღა, რომ ჰობსი და ლოკი ეს არის 16-17 საუკუნე, რომელიც ეს ყველაფერი თან ზდევს იმ ისტორიულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოვლენებს, რაც მე უკვე აღიხსენეთ. ამიტომ ეს ერთმანეთსგან განყენებულად არ ხდება. ამავე პერიოდში ხდება კიდევ სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები, როგორც არის გალილეო გალილეი და ისააკ ნიუტონი. ანუ სამყაროზე, ასევე სამყაროს ახსნის და გაგება, რასაც ქვია ბუნებისმეტყველობა, ესეც ფუნდამენტურ ცვლილებას განიცდის და მაგალითად მე რო გლობალიზაციაზე ვილაპარაკებ, გლობალიზაცია ვერ შედგებოდა, რო არ ყოფილიყო ისეთი ელემენტები. დღეს ვერ წარმოგვიდგენია ჩვენ სამყარო ინტერნეტის გარეშე. და მე-19 საუკუნეში ის გლობალიზაციის პროცესი, რომელიც ბრიტანეთის იმპერიას მისცა საშუალება, რომ მის სამფლობელოში მზე არ ჩასულიყო, წარმოუდგენელია მაგალითად იმის გარეშე, როგორც არის ნაოსნობის განვითარება, რაც აუცილებელი, ასე ვთქვათ, ნაოსნობა რის ხარჯზე გაუმჯობესდა კოპერნიკის და გალილეოს, რომელმაც შეცვალა, ასე ვთქვათ, ნაოსნობისათვის სრულად ახალი იმპულსი მისცა. პტოლემეოსის გაგება, რა თქმა უნდა, ასევე თვითკმარი იყო ნაოსნობისთვის, მაგრამ ამან ახალი იმპულსი მისცა, ისე როგორც მე-19 საუკუნეში ელექტრომაგნეტიზმის აღმოჩენა მაქსველის მიერ. ან ფოტოგრაფია, რადიოს გამოგონება, ტელეფონის გამოგონება, ეს ყველაფერი არის თანდევი ელემენტი იმ ყველაფრისა, რაც ხდება, ხო? ეს რა თქმა უნდა ცვლის გაგებას არა მარტო ფიზიკური სამყაროს შესახებ, არამედ პოლიტიკური სამყაროს გაგების შესახებ. და აი აქ, როცა ჩვენ შევდივართ ისეთ საზრუნო სიტუაციაში, როდესაც კერძო ინტერესის პრიმატი დგინდება საზოგადო ინტერესის მიმართ, აქ იჩნდება ისეთი ფუნდამენტური ცნებები, როგორც არის თავისუფლება და თანასწორობა. თუ სახელმწიფო ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი შექმნილი რამ დამყარებული ჩვენს კერძო ინტერესზე, ეს ეფუძნება ერთ ფუნდამენტურ გაგებას. ჩვენ ყველანი ვართ თავისუფლები და ჩვენ ყველანი ვართ თანასწორები. ანუ ყველას გვაქვს ერთნაირი უფლებები. და ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება თქვენი თავისუფლება. ამიტომ ამას ძალიან სქემატურად ვამბობ, მაგრამ არის ეს მნიშვნელოვანი გაცნობა და მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ეხლა მაშინ ისმება ასეთი კითხვა. და ეხლა ისე უნდა მივიდეთ შეცდარებლობასთან და ტოლერანტობასთან და სხვის ატანასთან. მაშინ ისმება ასეთი კითხვა. თუ ჩვენ კონტრაქტის საფუძველზე, საზოგადოებრივი ხელშეკრულების საფუძველზე ვაფუძნებთ სახელმწიფოს, როგორ მართავთ ამ სახელმწიფოს? დემოკრატია გულისხმობს უმრავლესობის მიერ მართვას.
ჩავატარებთ კენჭისყრას, როგორც გადაწყვეტს უმრავლესობა, ახლა რომ ჩავატაროთ კენჭისყრა ამ დარბაზში მოვწიოთ თუ არა. ვიღაცა იტყვის რომ კი, ვიღაცა იტყვის რომ არა. მე მედი მაქვს რომ უმრავლესობა იტყვის რომ არა, შეიძლება გამწყვეტ. ამას არ ნიშნავს. მაგრამ აღმოჩნდება უმცირესობა. და დემოკრატიის მთავარი პრობლემა არის უმრავლესობის მმართველობაში რა უყოთ უმცირესობას. და მე უკვე აგიხწერეთ, რომ იმის გამო რომ რელიგიური ომები მოყვა, ამას დაჭირდა 100-ზე მეტი სახელმწიფო დელეგაციის სამწლიანი მოლაპარაკება, რომ შეთანხმებულიყვნენ, რომ ქალაქში, რომელიც არის კათოლიკური, არ მოკვლავთ პროტესტანტებს და მივცემთ, რომ გქონდეთ ერთი ეკლესია მაინც და ილოცოთ თავისთვის და პროტესტანტულ ქალაქში, სადაც კათოლიკეები უმცირესობები არიან, მივცემთ საშუალებას, რომ კათოლიკეებმა გქონდეთ თავიანთი ეკლესია და კათოლიკეებმა ილოცოთ. ანუ თავიდანვე დგას ეს საკითხი, რა უყოთ უმცირესობას. ეხლა ამ თვალსაზრისით ყველას გირჩევთ, ჩემი მორჩილესი თხოვნა იქნება, რომელიც დღემდე ჯონ სტიუარტ მილის პრაქტიკულად ყველა რაც კი დაუწერია, დღესაც ისევე აქტუალური არის, როგორც მე-19 საუკუნის დასაწყისში აკაკი თავს იქნებს და მეთანხმება იმედი. მისი ესე თავისუფლების შესახებ არის დღესაც ძალიან აქტუალური და ეს განსაკუთრებულად აქტუალური არის თუ დარწმუნებული ვარ ყველას გაინტერესებდათ რაც მოხდა პარიზში შარლი ებდოსთან დაკავშირებით იყო ასეთი კითხვა ხო მაგრამ ხომ არსებობს რაღაცა ზოგადი ღირებულებები რომელზე შეხებაც არ შეიძლება ხო ეს იყო ფუნდამენტური კითხვა რაც გამოიწვია პარიზის ტერასაზე ამიტომ ჯონ სტიუარტ მილის თავისუფლების შესახებ არის ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გასაღები იმისათვის რომ გავიგოთ ჩვენ რა არის შეწყნურებობა ტოლერანტიზმი და რატომ უნდა ავიტანოთ ჩვენგან გასხვავება და ძალიან მარტივად რომ გითხრათ ჯონ სტიუარტ მილი ამბობს ასეთ რამეს სახელმწიფო თუკი იქნება ჩვენს მიერ ჩვენი როგორც თავისუფალი და თანასწორი ერთეულების მიერ. რა თქმა უნდა იქნებიან ისინი, ვინც თავისუფლებას ბოროტად გამოიყენა. რა თქმა უნდა იქნებიან ისინი, ვინც აქ არ არის ლაპარაკი, უბრალოდ ეს მინდა კარგად გავიაზროთ. არსებობს უმცირესობა, რომლის დაცვა ადვილია. აი მაგალითად ჩვენ თუ ავიღებთ ახლა ჩვენთან პოპულარული თემა არის ქალთა წინააღმდეგ ძალადობა და ითვლება რომ ხალის საჭირო არის ემანციპაცია, ქალთა როლის გათანაბრება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ხო? როდესაც ვიღაცა გამოდის და ლაპარაკობს რომ ქალები არიან დაჩაგრულები და ოჯახური ძალადობა უნდა აღიკვეთოს ეს საზოგადოებაში ადვილად გასატანებია. ვინც ამას ლაპარაკობს, კაიკებია, რა. მაგრამ სირთულე მოდის, როგორ? მოდით ესე ვთქვათ, მაინც აქ ლაპარაკია იმაზე, ვისი უფლებებიც არ არის მიჩნეული იმავე დონეზე. ეს შეიძლება რაოდენობრივად უმცირესობა იყოს, მაგალითად რელიგიური უმცირესობა. და ეს შეიძლება იყოს რაოდენობრივი უმრავლესობა და მაგალითად საქართველოში ქალები 53%-ია და მამაკაცები 47%, მაგრამ უფლებრივად და არა რაოდენობრივად ისინი ჩაიყავონ რომ აქ საკითხი დგება სწორედ ასეთი, რომ როცა ამას ასეთ რამეებს იცავ, ეს ადვილად დასაცავია. მაგრამ ზოგჯერ უმცირესობა წარმოადგენს ისეთ ჯგუფს, რომლის დაცვა პრესტიჟული არ არის. ხო? ეს არის ჯგუფი, რომელიც მაგალითად საქართველოში დღეს ასეთი არის სექსუალური უმცირესობა, რომელთა დაცვა პრესტიჟული არ არის და ჭირდება გარკვეული გამბედაობა,
ჭირდება გარკვეული გამბედაობა საიმისოთ, რომ ადამიანი ადგეს და თქვას, რომ მათ ისეთივე უფლებები აქვს, როგორც ყველას. ეხლა თუკან წავალთ ჯონ სტიუარტ მილთან, ჯონ სტიუარტ მილი ამბობს ესეთ რამეს. თუ ჩვენ დავიწყებთ უმცირესობის უფლებების შეზღუდვას რაღაციდან გამომდინარე, მაშინ ძალიან გვჭირდება იმ ძალიან კაფიო კრიტერიუმების ჩამოწერა, ვინ უნდა შეიზღუდოს და ვინ არა. ვისი სიტყვის თავისუფლება უნდა შეიზღუდოს და ვისი არა. ამიტომ ჯონ სტიუარტ მილის მიდგომა და ეს არის ფუნდამენტი ევროპული გაგების ტოლერანტობისა და შემწყნარებლობისა, რაც ფუნდამენტურად აუცილებელია დემოკრატიისთვის. მისი გაგება არის ასეთი. ჯობს იყოს თავისუფლება სიტყვის აბსარებლობის შეკრების და ასე შემდეგ. ის რაც ჩამოთვლილია ყველა ძირითად խոսքը. ჯობს ეს იყოს და ჯობს ვიღაცებმა ესენი ბოროტად გამოიყენონ, ვიდრე ჩვენ ის შევზღუდოთ და ამით ნენელა მივიდეთ ზოგადი სხვა თავისუფლებების შეზღუდვასთან. რო დავასრულო. ერთ ელემენტს დავამატებ კიდე. საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორეტიკოსები კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჰობსიდან და ლოკიდან მომდინარე, ამბობენ, რომ ჩვენ ყველანი ვართ თავისუფალი და თანასწორი ადამიანები. რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც ჩვენ სახელმწიფოს ვქმნით და იმ წესებს ვთანხმდებით, რომ უმრავლესობა მართოს საყოველთაო კენჭისყრით. ამ შემთხვევაშიც კი ჩვენ რას ვაკეთებთ? ჩვენ ჩვენი თავისუფლების რაღაცა ნაწილს თმობთ და გადავცემთ რაღაც ორგანოს, რომელსაც სუვერენს უწოდებს ჰობსიც, ლოკიც, ჟან-ჟაკ რუსოც და სხვა. გადავცემთ სუვერენს და ჩვენ ყველანი ერთის მხრივ ქვეშევრდომები ვართ, როგორც ამას ჟან-ჟაკ რუსო აღწერს, ქართულად არის მისი საზოგადოებრივი ხელშეკრულების რჩევები წაიკითხოთ. ჩვენ ერთის მხრივ ყველანი ამ სუვერენის ქვეშევრდომები ვართ და მეორე მხრივ, როგორც კოლექტივი, ამავე დროს თვითონ ვართ სუვერენი, რომელიც ვიღებთ გადაწყვეტილებებს, მაგალითად საპარლამენტო არჩევნებს და ვქმნით რაღაცა ორგანოებს, ჯერ პარლამენტს, პარლამენტის მთავრობას და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ როდესაც ჩვენი თავისუფლების რაღაცა პატარა ნაწილი მოვაციცქნეთ ჩვენ თავს და გადავეცით ამ კოლექტიურ ორგანოს. ჩვენი ამოცანა სინამდვილეში რა არის? რომ გადავცეთ რაღაცა იმისათვის, რომ შემოვღობოთ ჩვენი შინაგანი თავისუფლება. ანუ ჩვენ იმ სუვერენმა, რომელიც ახლა შევქმნით საზოგადოებრივი ხელშეკრულებით, უზრუნველყოს ის, რომ ჩემს პრივატულ სივრცეში არავინ არ შემოიჭრას. გასაგებია ხო რას ვთქვა? ეს არის სწორედ ამას უზრუნველყოფს დემოკრატია, რომელიც გულისხმობს არაუბრალოდ უმრავლესობის ბატონობას, არამედ უმრავლესობის ბატონობა უმცირესობის უფლებების დაცვით, რომ თუ ჩვენ დავიწყებთ რაღაცა ნორმების ჩამოწერას და ამას გავამართლებთ საზოგადო ინტერესიდან გამომდინარე და ვიტყვით, რომ არ უნდა კეთილაური აუცილებლად უნდა დაისაჯოს, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა ღირებულებები გვაქვს ჩამოწერილი და ეხლა ამ კაცმა ეს რომ ხელი რო არ მოჭრა ამისათვის ის სოფლიდან უნდა იქნას გაძევებული. თუ აქამდე მივიდივართ, მაშინ დგება კითხვა იმასთან დაკავშირებით, მე ჩემი თანხმობით მივეცი სახელმწიფოს ის, რომ ჩემს შინაგან საქმეში შემოჭრილი. დავასრულოთ. ევროპის ბოლო 500-600 წლის განვითარება, ეს არის ურბანიზაციის, გლობალიზაციის, დემოკრატიზაციის და შემწყნარებლობის, ლიბერალიზმის განვითარების უწყვეტი პროცესი, რომელსაც ჰქონდა თავისი პოლიტიკური, ისტორიული, ეკონომიკური და რა თქმა უნდა თეორიული ძირები, რომელიც მე შევეცადე რომ ძალიან მოკლედ მომაყოლა თქვენთვის. ეხლა კითხვა. ვისაუბრეთ იმ არატოლერანტულ და სკოლებში, რომ მე რეალურად მაინც ასეთია ევროპა ტოლერანტიზმი, მაგრამ
რა განვითარება დავინახეთ საზოგადოებას, ხო? ჩვენ მართალია საქართველოს არ იყო ჩართული პროცესებში, რაც ვახსენე ევროპაშიც მიმდინარეობდა. არც ალბათ თუ ჩვენ არ გვქონდა ამის აზროვნების გამოცდილება, იგივე შოთა რუსთაველის იმჩევს დაკავშირებულია პირდაპირ არაპირდაპირ ტოლერანტობასთან და ალბათ ტოლერანტობის და ასპარეზის ატანის და ინდივიდუალური თავისუფლების ჰიმნი შეიძლება იყოს ქართული ლიტერატურის სახით, ვაჟა-შავლას ალბათ კეთდება, ხო? ერთი მაგალითს გავიხსენებ, ჩვენ Facebook user-ს ვადევები ყავს, რომელსაც თავის პროფილის უადა ვაჟა-შავალა ჰქონდა, ციტატები ქონდა უკან ექრანზე ვაჟა-შავალაზე და საშუალო განცხადა და აკნევდა რელიგიურ უმცირესობებს, ხო? შესაბამისად ჩვენ მივიდეთ აბსოლუტურად არატოლერანტული გარემო ხელოვნურ საქართველოში, მიუხედავად ამ გამოცდილებისა, რაც დიდი არ არის, მაგრამ გვაქვს, ხო? და ჩვენი მიზანი ის კონსტიტუციას აღდგენა, რაც პანჩუკის სიამბლის დამსახურებით, გამიმართებული ეთიკური კონსტიტუცია გვაქვს, არის ზუსტად ლიბერალური დემოკრატიის აშენება, ხო? ან თქვენი აზრით რა გამოიცნოთ გავსი გარემო დღეს საქართველოში და გადაჭრის გზები ყველანაირად. ამაზე პასუხად მე ასეთ რამეს ვიტყოდი, რომ მე ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ ჩვენს განვითარებას, გაგებით, რომ 25 წლის განმავლობაში მე მაინც მგონია, რომ ჩვენ გადავდგით ძალიან დიდი ნაბიჯები, როდესაც გამოვედით ტოტალიტარიზმის სისტემიდან, ხო? და ამის მაგალითად ყოველთვის მოყავს შემდეგი. ახლა ძალიან პოპულარული თემა არის, თქვათ, გუშინ და დღესაც იყო და ჩემი ამას ადევნებ ხალხური, როდესაც ტარდება ხოლმე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები, ძირითადად ყურადღება გადადის ხოლმე პოლიტიკურ რეიტინგებზე, რომელ პარტიას რამხელა რეიტინგი. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი არის ღირებულებათა კვლევები, რომელიც საბედნიეროდ რამდენჯერმე საქართველოში ჩატარდა. ღირებულებათა კვლევები გულისხმობს ზუსტად იმას, როგორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას უმცირესობების მიმართ. თქვენ რო ნახოთ დღევანდელი დამოკიდებულება რელიგიური უმცირესობების მიმართ, ნახავთ, რომ საზოგადოება გაცილებით ტოლერანტულია რელიგიური უმცირესობების მიმართ, ვიდრე იგივე კვლევებში ჩანდა 12-15 წლის წინ. როდესაც დაწონებულად თქვენ არ გახსოვთ, შეიძლება აღდამოსებიერთებს გახსოვს, როდესაც ქუჩაში დასწრებდნენ განსხვავებული რელიგიის ადამიანებს და თავს ხოთრავდნენ, თავს პარსავდნენ. ეს ხდებოდა 2000-2001-2002 წლებში. ცნობილი ბასილი ხალავიშვილი ქუჩაში იწყებდა ნადირობდა იეღოველებზე და თავს პარსავდა. მაშინდელი გამოკითხვები აჩვენებდა შეუწყნარებლობის ძალიან მაღალ დონეს რელიგიური უმცირესობების მიმართ. მაგრამ გავიდა 15-12 წელიწადი და ჩვენ ახლა გამოკითხვები, ღირებულებათა კვლევები აჩვენებს, რომ საზოგადოებამ ეს გადახარშა. რომ ჩვენ საზოგადოებაში რელიგიური უმცირესობების მიმართ გაიზარდა შემწყნარებლობის დონე. სამწუხარო ფაქტები გვაქვს, მაგალითად გორის თავის მიჭედება ქობულეთში, ეს გავს სამარცხვინო ფაქტი, რა თქმა უნდა. ესეთი რამე ხდება, მაგრამ ზოგადად მიმღებლობა ასეთი ფაქტებისა ჩვენ საზოგადოებაში მიმღებლობამ დაიკლდა პირიქით. ამხოთებას მეც ვიწევს. თუ ახლა ჩვენ იგივე შკალაზე ნახავთ დამოკიდებულებას სექსუალური უმცირესობების მიმართ, მაშინ ჩვენ ძალიან კარგად დავინახავთ, რომ რაც 15 წლის წინ იყო რელიგიური უმცირესობების მიმართ განაწილება, შემწყნარებლობა აგრესიის, ზუსტად ის არის დღეს სექსუალური უმცირესობების მიმართ. ანუ საზოგადოებამ ერთი რამ გადახარშა, ასე ვთქვათ, და მიხვდა, რომ ადამიანი, რას აღიარებს ეს მისი პირადი სამყაროს ნაწილი არის, ეხლა მიმდინარეობს ეს მეორე მტკივნეული პროცესი, სამწუხაროდ მძიმედ, მაგრამ მე ოპტიმისტი ვარ,
ამას საჭირდება 10, 15 თუ 20 წელიწადი, არ ვიცი, მაგრამ გადავხარშოთ. ეხლა ამ თვალსაზრისით ქართული საზოგადოება არაფრით განსხვავებული არ არის. აი სხვა მაგალითს მოგივით. ჩასახვის საწინააღმდეგო აბები გამოგონილი იქნა 1950-იან წლებში. როდესაც პირველად ამერიკულ ბაზარზე ფარმაცევტულმა კომპანიებმა გამოიტანეს ქალებისთვის ჩასახვის საწინააღმდეგო აბები. როგორ გონიათ, როგორი იყო რეაქცია? დაიქცა მთელი ამერიკა. თქვენ რომ ნახოთ მაშინდელი საზოგადოებრივი დებატები, ეს იქნა შერაცხული როგორც ეშმაკის გამოგონება. დღეს ახლა თქვენ გეღიმებათ ამაზე, იმიტომ რომ ეს არის კონტრაცეფცია არის სამყაროს ჩვეულებრივი ნაწილი. მაგრამ კაცობრიობას დაჭირდა დრო იმისათვის რომ აქამდე მისულიყო. მონობა ავიღოთ. ფორმალურად მონობა ვიცით ხო, ამას დაჭირდა ამერიკის სამოქალაქო ომი, მაგრამ მერე დაჭირდა ამას მარტინ ლუთერ კინგის მთელი მოძრაობა იმისათვის რომ ეს ცხოვრებაში გატარებული იყო და მარტინ ლუთერ კინგის შემდეგ 40 თუ 50 წლის შემდეგ ვიღებთ სიტუაციას, როდესაც ბარაკ ობამა ხდება ამერიკის პრეზიდენტი. ანუ ეს არის ისტორიული ფაზები, როდესაც საზოგადოება იწყებს გადახარშოს. მაგალითად, ასევე ვისაც ასეთი საკითხები აინტერესებს, ღირებულებათა კვლევა, ყველაზე საინტერესო არის გელაპი, ესეთი ამერიკული საერთაშორისო გამოკითხვების ორგანიზაცია, გელაპი მის ვებგვერდზე რო შეხვიდეთ, თქვენ იქ არის ამერიკული საზოგადოების ღირებულებათა კვლევები და მინდა გითხრათ, რომ მაგალითად იგივე gay marriage-ის, ანუ ჰომოსექსუალთა ქორწინებასთან დაკავშირებით, ასეთი სურათი არის ამერიკაში, როგორც შეიძლება დღეს აქ ვიღაცა საქართველოს შეგონოს, რომ იქ მიღებლობა ამის მიმართ ასე ადვილია. არის თქვენ კარგად მოგახსენებათ. ამიტომ ეს არის ერთგვარი გრძელი პროცესი და ბუნებრივია აქ ყოველთვის დილემა წარმოიშვება იმასთან დაკავშირებით, სადამდე შეიძლება მივიდეს ეს პროცესი. მაგალითად, შავი ებრძოსთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ყველას შეეცოდა ის ადამიანები, მაგრამ ყველას ვინც ამბობდა სიტყვა მაგრამს, მაგრამს რომ ამბობდა, იმათ რა აშინებთ? ასეთ ადამიანებს აშინებთ თავისუფლება, იმიტომ რომ თავისუფლება გულისხმობს არაპროგნოზირებადობასაც. შენ არ იცი ამ თავისუფლებას რა მოყვება. და შესაბამისად, აი ეს გაურკვევლობა, რაც მომავალში მოაქვს თავისუფლებას, არის ძალიან რთული. რომ კაი, ალუდამ არ მოჭრა ხელი, მაგრამ სხვამაც რო არ მოჭრას და დავარღვიოთ ყველა წესი, რაც მამაპაპადან დაგვიტოვებია, ამიტომ ეს საკმაოდ რთული პროცესი. ახლა მე ჩვენ ისევ ქართულ რეალობაზე რო ვთქვათ, მე ერთი ასეთი მეტაფორა მაქვს. ჩვენში ის რაც საკუთრივ ქართულია და რაც არის საბჭოთა, ჩვენს გონებაში აი ეს არის ჩაწნული ერთმანეთთან. როდესაც საბჭოთა ნერვებს აძრო, ქართულ ნერვებსაც ტკივა. და გარჩევა იმისა, რომელი არის საკუთრივ შენი მართლა იდენტობის ნაწილი და რომელი არის რუსების მოტანილი საბჭოთა კავშირის მიერ. ამის გარჩევა ძალიან რთულია. ეს მოითხოვს ცოტა მეტ ანალიზს და რა თქმა უნდა ჩვენ ამ მტკივნეულ პროცესს გადავართ. თქვენ ასევე არ გახსოვთ. ახლა თქვენ ჯიბეში გიდოთ პირადობის მოწმობები, სადაც მარტო თქვენი სახელი და გვარი წერია. 1998-99 წელს იყო საკანონმდებლო ცვლილება, როდესაც მამის სახელი ამოვიდა პირადობის მოწმობიდან. როგორ? ხო, ეროვნება როგორც მოქალაქეობა იქნა გაგებული, ანუ რაც მოიტანა საფრანგეთის რევოლუცია, ხო? საფრანგეთის რევოლუცია. ანუ როდესაც ეთნიკურობა კი არ ჩაიწერა, რომ თქვა მარნეულში, რომ აზერბაიჯანელია, იმას აზერბაიჯანი კი არ ჩაიწერა, ჩაიწერა ქართველი როგორც საქართველოს მოქალაქე, ხო? ორივე ამ პროცესს, რომ აი მამის სახელს იღებენ, ესე იგი ქართველობას გვართმევენ. ეხლა თქვენ გეცინებთ, მაგრამ ამაზე იყო დიდი საზოგადოებრივი დებატები და ჩვენ ყველანი ამ პროცესს გავდივართ. ეს პროცესი ძალიან ჯანსაღი პროცესია, რაც არ უნდა მტკივნეულად დაღვიქვავდეთ ამას, გარდაუვალია, რომ საზოგადოებაში არ იყოს დებატები და აქ მივდივართ ჯონ სტივარტ მილთან. ჯონ სტივარტ მილი სწორედ ამას ამბობს, რომ სიტყვის თავისუფლება იმიტომ უნდა იყოს უნივერსალური ღირებულება, რომ ყველაზე მიუღებელ აზრებსაც კი მივცეთ გამოთქმის საშუალება, იმიტომ
რომ საჯარო დისკუსიაში მოვიპოვოთ უფრო მაღალი ჭეშმარიტება. ხო? ანუ ჯონ სტიუარტი ლაპარაკობს კაცობრიობის ორ ყველაზე კლასიკურ შემთხვევაზე, როდესაც უმრავლესობამ ჩაახშო უმცირესობა. ეს არის აგორაზე სოკრატეს გასამართლება და ეს არის ქრისტეს გაკვრა ჯვარზე უმრავლესობის მიერ. ესა შესაბამისად ჯონ სტიუარტ მილი ამბობს, რომ შეიძლება ყველაზე მიუღებელი აზრიც კი არ უნდა იქნას ჩახშობილი და ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ამ ტკივნეულ პროცესს გადავართ და არ უნდა გვეგონოს, რომ ეს პროცესი ამ პროცესში ჩვენ ვართ უნიკალურები. ამ პროცესს გადის აბსოლუტურად ყველა ერი და ყველა საზოგადოება. უბრალოდ არსებობენ საზოგადოებები, რომლებმაც ეს პროცესი გაიარეს დამოუკიდებლად ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გლობალური ფაქტორები მათზე ზეგავლენას არ ახდენდა. მაგნა კარტა, ხო, წელს არის მაგნა კარტა 800 წლისავე, 1215 წელს ფეოდალებმა აიძულეს მეფე, ეთქვათ, რომ ძმაო, შენაც ისე კი არა, ჩვენი ერთო ინტერესს უნდა გაითვალისწინოთ. მოდი რაღაცა წესებზე შევთანხმდეთ, ხო? და შესაბამისად ინგლისის მოსახლეობას ჰქონდა ის ფუფუნება, რომ თვითონ მოხარშული იყო ამაში. ჩვენი სირთულე რაში მდგმარეობს ახლა? რომ ჩვენ თან ინტერნეტი გვაქვს, ყველაფერს თვალს ვადებით და თან ჩვენი შინაგანი ღირებულებების, როგორც საზოგადოება გამომუშავების პროცესში ვართ. და ეს ერთმანეთში აჭრილი არის, ხო? თვალს ვადევნებთ რა ხდება საფრანგეთში ჩამოვარდა სამწუხაროდ უფრინავი, ამგერ ხედავთ იქ რაღაცა ხდება და ანუ აზერილები ვართ გაცილებით მეტ ინფორმაციაში, ვიდრე ლიბერალური დემოკრატიები, რომლებმაც ეს გზა გაიარეს გაცილებით დამოუკიდებლად და მოიხარშნა საკუთარ წვენში. და ჩვენ გლობალიზაციის პირობებში საკუთარ წვენში მოხარშვის ფუფუნება არ აქვს. ანუ ეს ბოდიშის ეს პროფილი შეფრენი ფაქტორია, სწორედ გლობალიზაცია? კი, და ეს ინფორმაციის საერთოდ rozvalებული ნაკადი, აი ჩვენი ლიბერალიზაციის აგი, ცოტა სხვანაირ ფორმულირებას გავაკეთებდი ამ კითხვისა. და ისევ დაკავშირებულ სიტყვის თავისუფლებასთან და დაკავშირებულ შეზღუდვებთან. ეხლა მაგალითად, აი საკაცობრიო პროგრესის შედეგი არის Facebook-ის და ინტერნეტის და ამ ყველაფრის არსებობა, სოციალური ქსელები და ყველაფერი. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ამ ყველაფერს თანაბარი ეფექტურობით იყენებენ ისინი, ვინც თავისუფლების მხარეზე დგანან. და აი ისიც და ბინ ლადენიც. ამაში არის მთელი დილემა, რომ შენ საკაცობრიო პროგრესის მიღწევებს ისიც იყენებს და შენს. იმის გამო რომ ისინიც იყენებენ Facebook-ზე უარს ხო არ ვამბობთ. მარტივია, ხო? მაგრამ რა თქმა უნდა, რომ იმის გამო რომ ისინიც იყენებენ, დუღილის პროცესი გრძელდება, ესე ადვილი არ არის. ანუ გაცილებით ადვილია მიკრო სამყაროში დუღილის პროცესის გადატანა, ვთქვათ, სოფლიდან ერთხელ გააგდებ ალუდას, მაგრამ ალუდას ის რა არის, ხიბლი და თუნდაც ჟოყოლასი. ერთის და მეორის ხიბლი არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი იკვეთებიან სოფლიდან, სოფელი სხვანაირი რჩება. ანუ სოფელი იწყებს ღირებულებათა გადაფასებას, სწორად მოვიქეცით თუ არა, ის ტრამვა მარტო ალუდასთვის კი არ არის, სოფლისთვისაც ტრამვაა, რომელიც იწყებს იმ ღირებულებების გადაფასებას. მიკროსამყაროში ამის გაკეთება გაცილებით ადვილია. გაცილებით რთულდება, რაც უფრო ავდივართ გლობალურ დონეზე, იმიტომ რომ გლობალურ დონეზე აქტორები და აგენტები მრავლდებიან და ძალიან ბევრი ვინმესთან უნდა შეათანხმო რაღაცა, რომ რაღაცა საზოგადოებრივი აზრით ჩამოყალიბდეს. ამიტომ შეკითხვაზე პასუხი არის ის, რომ კი, დღევანდელი სიტუაცია გაცილებით რთულია.
სერიოზული პრობლემა არის და ორ რამეს ვიტყოდი ამასთან დაკავშირებით. ერთი არის სახელმწიფოს როლი და მეორე არის ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდა. სახელმწიფოს როლს რაც შეეხება. მე რო ჰობსზე და ლოკზე ვილაპარაკე ზედაპირულად, იმიტომ რომ დიდ დროს მაგნაცას ვერ დაუთმობდით. მე გითხარით, რომ ჩვენი თავისუფლების რაღაცა ნაწილს გადავცემთ სახელმწიფოს, რომლის ვალდებულება არის დაიცვას ჩვენი თავისუფლებები და უფლებები. ანუ სახელმწიფოს გარკვეული შემზღუდავი როლი აკისრია. მაქს ვებერი, რომელიც არის მე-20 საუკუნის დასაწყისის გერმანელი სოციოლოგი, ის განმარტებით, ეს ბევრის განმარტება, ის კლასიკური განმარტება, რომ სახელმწიფო ეს არის ლეგიტიმური ძალადობის იარაღი. ანუ ჩვენ გადავცემთ ჩვენს უფლებებს, რომ მან ზოგჯერ ძალადობა ჩაიდინოს, მაგრამ ჩაიდინოს ლეგიტიმურად. და შესაბამისად სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება იმ შემთხვევებში, როდესაც ვიღაცის უფლებები და თავისუფლებები ირღვევა სახელმწიფომ შეზღუდოს დამრღვევის თავისუფლება. ეს არის ძალიან მარტივად ჩემი აზრით გასაგები. თუმცა აქ ყოველთვის მოდის საკითხი ესე, რომ სახელმწიფომ ძალადობას ჩაიდინა, რამდენად გამართლებული იყო ძალადობის ხარისხი. მე მაგალითად მე თვითონაც წარმოვადგენ პოლიტიკურ ძალას, რომელშიც ამაშიდებენ სწორედ ბრალს, რომ მისი მხრიდან განხორციელებული აქტები იყო excessive use, ანუ უფრო მეტი, ვიდრე ამას საჭიროება მოითხოვდა. და მე შეგნებულად თავს ვარიგდებ პოლიტიკურ კონტექსტში წასვლას, იმიტომ რომ ჩემი ამოცანა არის თქვენ თეორიულად დაგანახოთ ეს საკითხები რაც არის. მეორე ეკონომიკური კეთილდღეობა. შემწყნარებლობის კულტივაციაში დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას. არსებობს ასეთი კვლევა, რომელიც ადგენს კორელაციას როდის დაუშვა ქვეყანამ საყოველთაო საარჩევნო ხმის უფლება და რამდენი იყო ერთსულზე შემოსავალი ქვეყანაში იმ დროს და რა მოყვა ამას. ანუ ინგლისურად GDP per capita რამდენი იყო, ანუ მუშაკო ერთსულზე, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთსულზე. და აღმოჩნდა, რომ ამაში არის გარკვეული კორელაცია, რას გულისხმობს. იყვნენ ქვეყნები, როდესაც შემოვიდა საყოველთაო საარჩევნო ხმის უფლება და ამ ქვეყნების რიგში შედის თქვენს მიერ დასახელებული ახალი ზელანდია, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები, კანადა, როდესაც $5,000-ზე მეტი იყო ერთსულზე შემოსავალი, როდესაც ყველამ მიიღო საარჩევნო ხმის უფლება. დღეს საქართველოს ერთსულზე შემოსავალი რამდენია, ვიცით, დოლარებში? 2,500. მოდი დავთვალოთ PPP, ანუ მსყიდველობით უნარიანობის მიხედვით ეს არის $5,600. ანუ PPP ნიშნავს ეკონომიკურ ტერმინებით, რო გითხრათ, ეკონომისტებმა იციან, გადაყვანილი, ანუ ჩვენი შემოსავალი საერთო სკალაზე განაწილებული რამ მსყიდველობით უნარიანობაც აქვს დოლარს ამერიკაში იმ მსყიდველობით უნარიანობით დათვლილი. მარტივად რომ რამდენად სწორად გითხრათ. ეს წამი დავასრულებ და შესაბამისად კორელაცია არის, რომ ქვეყნები, სადაც საყოველთაო საარჩევნო ხმის უფლება იქნა დაშვებული და იყვნენ ღარიბები, მათ ძალიან გაუჭირდათ დემოკრატიის კონსოლიდაცია, ანუ ლიბერალური დემოკრატიის ხარისხზე ამაღლება. და ქვეყნებში, სადაც ეს ეკონომიკური კეთილდღეობა მაღალი იყო, მათ
დიდი ზიანი იქიდან ყველა მიიღო საარჩევნო ხელისუფლება არ მიუღიათ და იქ სადაც კი დაბალი იყო და ღარიბები იყო ხშირად მოყვა რადიკალური პარტიების არჩევა. მაგალითად, ჰიტლერის გამარჯვება გერმანიაში იყო ორი ფაქტორით გამარჯვებული. ხო, ერთის მხრივ ვაიმარის კონსტიტუცია 1922 წელს იყო ძალიან დემოკრატიული, რომელიც საშუალებას უძლეოდა რომ უმცირეს, ანუ ჰიტლერმა ხო თავიდან უმრავლესობა კი არ მოუპოვებია მის პარტიას. ხო, უმრავლესობით კი არ მოვიდა. იყო ყველაზე მეტი ხმა იყო შეკრა მთავრობა და მეერე განიტკიცა ძალაუფლება. და მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო დიდი სიღარიბე, რაც იყო გერმანიაში პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. ნუ ამას დაერთო ეროვნული ღირსების საკითხი პირველი მსოფლიო ომის მიმართ. სიღარიბე იყო განმაპირობებელი ფაქტორი. ისევ კითხვას რომ დაუბრუნდე, ჩვენთან ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდა, რაც რომ გაიზრდება ეკონომიკური კეთილდღეობა, ტოლერანტობის ხარისხიც გაიზრდება. თუმცა ეს ასე პირდაპირ სწორხაზოვანი არ არის. შეიძლება იყოს საზოგადოების სიმდიდრე გაიზარდოს, მაგრამ ასე ვთქვათ, მისი შემწყნარებლობა უმცირესობების მიმართ მაინდამაინც მაღალი არ იყოს და დაწუნებულად თითოეულ ჩვენთაგანი ვიცნობთ საკმაოდ შეძლებულ ადამიანს, რომელიც საკმაოდ შეუწყნარებელი შეხედულებების არის არა იცის. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებით და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდით. სოციალიზაცია ფრანგულ სისტემაში, ხო? საფრანგეთის რევოლუცია მოიტანა როგორ? ხო, გითხრათ. ეს ორმხრივი ქუჩაა რა გაგებით რომ ჯერ ერთი საფრანგეთში მიუხედავად იმისა რომ ეს პრობლემა დგას და ამაზე ხატული ფილმების დარწმუნებული ვარ უამრავი გინახავთ ამის თაობაზე ამის მიუხედავად ფრანგული სისტემა უფრო მეტად ახდენს არაბების სოციალიზაციას განათლების სისტემას უყურებს. ანუ სკოლაში შეიძლება შევიდეს არაბული წარმოშობის ოჯახიდან ბავშვი, მაგრამ იმ სკოლას კარგად სწავლობს და ამთავრებს, ის რეალურად არის სოციალიზებული რა, ამ გაგებით თავის ღირებულებებით და ყველაფრით ფრანგია. გერმანიაში სიმართლე დაარწმუნდა, მაგრამ გერმანიაში აი თურქული წარმოშობის მოსახლეობას აქ ერთი საინტერესო დეტალი, ამაზე რომ გლაპარაკია, ვთქვათ გერმანელებთან, მათ ასეთი რამ უთქვამთ. თურქების მაღალი არის პროცენტი, აი ამ 2 მილიონიან თუ 5 მილიონიან თუ რამდენიც არის თემში, მაღალი არის პროცენტი, რომლებიც 10 მილიონი მე მგონი ბევრია, მაგრამ მათში ძალიან მაღალი არის რა პროცენტი, იცი, როდესაც ხდება იმის ნაცვლად, რომ ვთქვათ, ადამიანები იქცნენ მეორე, მესამე, მეოთხე თაობის ემიგრანტებად, ისინი მუდმივად ციკლზე ტრიალებენ და რჩებიან პირველი თაობის ემიგრანტებად როგორ. წარმოვიდგინოთ, რომ გოგოან ვიჩი დაიბადა უკვე თურქულ ოჯახში გერმანიაში, გაიზარდა, მაგრამ როდესაც მოდის მისი დაქორწინების დრო, ძალიან მაღალია პროცენტი, როდესაც ის მიყავს მშობლებს თურქეთში, იქ ქორწინდება და იქიდან მოყავს ქმარი ან ცოლი. შესაბამისად, იმის ნაცვლად, რომ ეს ამ ადამიანის
თქვათ გარკვეული შერევა მოხდეს გერმანულ საზოგადოებაში, ხდება პრაქტიკულად ის ახალი ოჯახი, რომელიც შეიქმნა. არის არა მეორე და მესამე თაობის ემიგრანტი. იწყება ნოლიდან. ისე პირველი გერმანიაში უდგებიან ამ საკითხს წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით და ვერ ვსვით რომ აი უცხოელები რომ ჩამოდიან, აქ ჩვენ გვართმევენ სამსახურებს და ის საქმდებიან მერე კიდევ რაღაც სოციალურ დახმარებას იღებს ჩვენი გადასახადებით, ან წმინდაც ეკონომიკურად უდგებიან რა, რა თქმა უნდა. აი კიდევ სხვა მაგალითი რომ ვიწერა შვედეთში ახლა არჩევნები ჩატარდა სექტემბერში მე ვიყავი და გაიმარჯვეს მემარცხენეებმა, მემარჯვენეები, რომლებიც მე 8 წელი მართავდნენ, 9 წელი არა, 8 წელი. მართავდნენ წააგეს არჩევნები. 10% აიღო 10% აიღო, საკმაოდ მაღალი აიღო ასეთმა პარტიამ შვედი დემოკრატები თუ სწორად მახსოვს, რომელთანაც ბლოკი არის არც მემარცხენეთა კოალიციამ და არც მემარჯვენეთა კოალიციამ. და ისინი არიან სწორედ 10% აიღეს აი ესეთ ნაციონალისტურ ტალღაზე, სადაც ვაპარაკობთ, რომ ევროპაში საკმაოდ გაიძლიერეს პოზიციები, არა მარტო შვედეთი, გერმანია, მარი ლე პენმა მეორე ადგილზე გავიდა, ხო საფრანგეთის ადგილობრივ არჩევნებში. მათი ისინი რის კომბინაციას აკეთებენ, უყურეთ, ნაკლები იყოს შეიძლება ეროვნულობის და ეთნიკურობის მომენტი. უფრო მეტი მომენტი არის სწორედ რაც ითქვა, სოციალური მომენტი, რომ ეს ჩამოსულები გვართმევენ სამუშაო ადგილებს. ანუ სოციალური მომენტის ხაზგასმა და ეკონომიკური მომენტის ხაზგასმა გაცილებით დიდია, ვიდრე ვთქვათ, აპელირება ეთნიკურობაზე და ნაციონალიზმს. მაინტერესებს შეიძლება ალამჩი მოდელების თემას, სადაც შეიძლება qoitab-ჩვენ ლექსიის თემას. თქვენი აზრით ეს ხო არ არის რაღაც აფრიკის პოზიტიური გენდერი, ანუ მოტივები ჩვენ აფრიკის საზღვრებს. ეს ჩვენს პრიორიტეტია, რომ ის მოტივება მოქცევს მეტოლერანტ ალამჩს უფრო ზოგადად. მაგრამ სხვა კეთილდღეობა ამიტომო აჯობია რომ უნებრივად მოხდეს გადანაწილება სპეციის პარლამენტში. კარგი კითხვა არის. ეხლა პირველ რა კი ვერ ავწდებით პოლიტიკურ კონტექსტს, მაშინ გეტყვით, რომ ის პოლიტიკური პარტია, რომელსაც მე წარმოვადგენ, კოტირებას მხარს არ უჭერს. თუმცა ჩვენ გვაქვს შიდა დისკუსია და მე 100%-ით ამაზე ჩამოყალიბებული მე თვითონ არ ვარ. და რატო? თუმცა პირველ რიგში აგიხსნით, რატო არ უჭერთ მხარს კოტირებას. ჩვენ დაყოლ პროცესი წარმოვიდგინოთ რა, ნამდვილად ხალი ცოტა პარლამენტში და არასწორია 12% იყოს ხალი პარლამენტში, როდესაც საზოგადოებაში 53%-ია. ეს ნამდვილად არასწორი და უსამართლოა. მაგრამ მოდით ახლა შევხედოთ. პარლამენტი არის პარლამენტში ხალხთა წარმომადგენლობა საბოლოო პროდუქტია. და აქ საკითხი დგება იმაზე, ჩვენ ბოლოდან ვიწყებთ საქმის გამოსწორებას. თუ რაღაცა სხვა ფუნდამენტური ბარიერებია, რომლებიც ხელს უშლის იმას, რომ ქალები გამოვიდნენ უფრო აქტიურად საზოგადოებრივ ასპარეზზე და მერე ბუნებრივი გადარჩევით და ასე ვთქვათ, on the merits, რასაც ქვია, ანუ მათი ასე ვთქვათ, კვალიფიკაციის და უნარების შესაბამისად მოხვდნენ პარლამენტში, ხო? ჩვენ ვამბობთ, რომ გარკვეული სისტემა, სტერეოტიპები, გარკვეული საბჭოთიდან მომდინარე ღირებულებები და ასე შემდეგ ქმნის ბარიერებს, რის გამოც მერე ქალებს ურთულდებათ საზოგადოებრივ ასპარეზზე მოღვაწეობა. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ აი ამ ბარიერების მოშლა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია და ფართო საზოგადოებრივი დისკუსია ამაზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბოლოს პრობლემის ბოლოდან ამის დაწყება. სახელმწიფომ რა როლი უნდა ეკავოს რომ ვილაპარაკოს. კი, როგორ? სახელმწიფომ რა როლი უნდა ეკავოს საფრანგეთში ამ ბარიერების მოშლა შემოწარმოებელია ევროპის. ხო, ესე იგი, ამაზე ხო ჩვენ ხო ვილაპარაკებთ, ესე იგი, როდესაც მე ვთქვი სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებებზე. ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალია სახელმწიფოს როლი
ჩვენ რატომაც კოტირებას ფარს არ უჭერთ, არის სწორედ ის, რომ სახელმწიფოს როლი აქ მინიმალურია. მინიმალურია იმ გაგებით, რომ საზოგადოებამ თუ არ გადალახა გარკვეული სტერეოტიპები. აი ცოტა სხვა მხრიდან შეგახედებთ. არის ქალთა მიმართ ძალადობის და ფემიციდის მაგიტომაც გითხარით, რომ მე პირადად ბოლომდე ჩამოყალიბებული მე თვითონ არა ვარ მეთქი და მივალ მანდამდე მან უნდა მივიდე რა. უყურეთ როგორ არის ამწდაზრო, მაგრამ არა ამ საკითხზე რო გითხრათ, რა თქმა უნდა, მაშინ აქედან ხო ფემიციდზე ვამბობთ და ფემიციდის ფაქტები რო მომატებულია. ეს რაზე მეტყველებს? მეტყველებს იმაზე, რაც უკვე გითხარით, მე ეკონომიკურ კეთილდღეობასთან დაკავშირებით. ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდა არის ამის ფუნდამენტური ფაქტორი. უყურეთ, რა მოხდა იმის გამო, რომ გარკვეულწილად ჩვენ ისევ ღარიბი საზოგადოება ვართ, რა თქმა უნდა, მაგრამ იმის გამო, რომ გავაკეთეთ რაღაცა ნაბიჯი ეკონომიკური კეთილდღეობის გზაზე, ყოველ შემთხვევაში გაიზარდა თქვათ ერთსულზე შემოსავლება. ამან რა გამოიწვია? ამან გამოიწვია ქალების მეტი დამოუკიდებლობა. ხო, როდესაც ქალებს ეძლევათ საშუალება ჰქონდეთ სამსახური და დამოუკიდებელი შემოსავალი, ისინი ბუნებრივია თავის გადაწყვეტილებებში ხდებიან უფრო მეტად დამოუკიდებლები, შესაბამისად ისინი გაცილებით თანასწორნი ხდებიან მამაკაცებთან, ოჯახი იქნება ეს, თქვათ, მამასთან დამოუკიდებლობა იქნება ქმართან, ძმასთან თუ ასე შემდეგ. და ეს რა თქმა უნდა, ამას მტკივნეულად განიცდის საზოგადოების მეორე ნაწილი, მამაკაცები და ფემიციდის გახშირებული შემთხვევები არის სწორედ ამის შედეგი. მტკივნეულად განიცდის, მეთქი ამის კლასიკური მაგალითი იყო ნაჩვენები ჩემი ცოლის დაქალებში, როდესაც ისვით ჩადის ძალადობას, მასზე გავლენას ახდენენ უბნელები, რომლებიც ეუბნებიან, რომ ესე იგი, როგორ გაგიბედა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ საზოგადოებრივი წნეხი იმ მამაკაცზე, რომელიც ეჯახება ქალის მხრიდან დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს, ასევე საზოგადოებრივი წნეხი არის ძალიან მაღალი. ამიტომ მე მაინც მგონია, რომ ჩვენი ღირებულებების გადაფასება, ჯანსაღი დისკუსია და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდა არის მთავარი გამოსავალი. ეხლა რატომაც ვთქვი, რომ მე თვითონ ესეთი 100%-იანი დარწმუნება კოტების წინააღმდეგ მე თვითონ პირადად არ ვაქვს, არის შემდეგი. მან თქვა არგუმენტი რა არის, რომ უყურეთ, რა თქმა უნდა, როდესაც კოტებს დაუშვებ, ვერ მიიღებ არც კოტების მომხრებს ნამდვილად არ აქვს ილუზია, რომ პირველივე ჯერზე, ან თუნდაც მეორე ჯერზე მიიღებ ზუსტად ასე ვთქვათ, ყველაზე გამორჩეულ ქალთა წარმომადგენლობას პარლამენტში. მაგრამ კოტების მომხრეები ამბობენ ესეთ რაღაცას, რომ სამაგიეროდ ეს გაზრდის мотивაციას და კონკურენციას ქალთა ნაწილში. ანუ ეს გაზრდის ამბიციას, რომ ვიღაცა რომ მოხდება და თან თუმეტეს რაც უფრო დაბალი კვალიფიკაციის მოხდება, ქალბატონები თუნდაც აქ დამწყები იტყვია, რომ ის თუ არის მე რატო არა. და შესაბამისად ეს გაზრდის ასევე სოციალურ წნეხს საიმისოთ, რომ უფრო მეტი კვალიფიციური ადამიანი მოხდეს პარლამენტში, მაგრამ ჯერ კაცები რაც არიან იმათ კვალიფიკაცია იწევს. კითხვის ნიშნებს და ეხლა ქალები სხვა შორის ამ შემთხვევაში კოტების მომხრეების პოზიციას დავიცავ, ან უბრალოდ რა ხდება აქ ლაპარაკი არის რაზე. თქვენი ვინც იცით ქალები, ამაზე არ არის ლაპარაკი. თვითონ პარტიის სტრუქტურაში შიგნით არიან საკმაოდ კვალიფიციური ქალები, რომლებიც ასრულებენ მეორე, მესამე დონის სამუშაოს და თვითონაც არ ამჟღავნებენ ამბიციას და ლიდერსაც არ მოსდის აზრად, რომ ისინი წინ წამოწიოს. და შესაბამისად, კოტირების შემთხვევაში უკვე როცა ძალაუნებურად კანონით ვალდებული რომ ისინი წამოწიონ,
ასეთ შემთხვევაში ლაპარაკი იმაზე კი არ არის, რომ თქვენთვის დღეს ცნობილი ხალები მოხდნენ მაინც. ლაპარაკია, რომ პარტიის სტრუქტურებში მათაც მიეცეთ გზა ლიდერობის. ამაზე პარტიაში რატო არ აკეთება? როგორ? თქვენი პარტია რატო არ მუშაობს ასე? ჩვენ მოდი ასე ავიღეთ ვინაიდან თემა აბსოლუტურად სხვა პოლიტიკური ხო, ძალიან ვთქვით, რომ თეორიაში დავჭეთ უფრო. ერთი კითხვა აქ იყო, მეორე იყო. თუმცა მოკლედ მაინც უპასუხებ, არ დაგწევთ უპასუხებ რა. ჩვენ ყველაზე უკეთესი მდგომარეობა, ჩვენი ცუდი მდგომარეობა კამპანიასაც ყველაზე უკეთესი მდგომარეობა ჩვენია. ხალხა წარმომადგენლობის პასაჟირები. აი, მე მაინტერესებდა. ჩვენ ვფიქრობ, რომ თქვენ ასეთად აი, მაგრამ უნციესო რელიგიურ პროფესიונალიზმის საშინელი მდგომარეობა იყო და ახლა თქვა და შედარებით რო შემსრულებელობა გადახარეს. აი, სექსუალური პროცესი. აი, ეს მონასტერი ევროპა, დასავლეთი ძალიან გვისრდა აუცილებლად საფინანსები გადაუდგა. აი, კიდევ თუ გადახარსა ჩვენი საზოგადოება იმას. აი, სახელმწიფოს როლის მაინტერესებს, მას როდესაც სახელმწიფოს გაროს საზოგადოებაში ესეადაც ნაბას იცხოვროს ესეთ ხალხის გამოკვლევა, უნდა წარმოშოს სექსუალური უსწრებების შედა. მე მაგალითად გამოსავლა ხედავ იმაში და დასაშვებად მივიჩნე და აუცილებლად პროპაგანდა იქნება ეს თუ ფაქტობრივ დაბრუნება ეს არის. თქვენი გზები რა არის მაგას? ჩემი აზრით ეს ადგილი არ არის. საერთოდ მე რამდენად ჩდება ეს კითხვა, რომ სახელმწიფოს როლი რა არის. დაანებეს თავი ამ სახელმწიფოს. გადაჭრეს გზე პრობლემების გადაჭრეს გზებს პირველ რიგში სახელმწიფოში მოეცა. სახელმწიფო პრობლემების ყველაზე ცუდი გადამჭრელი. აი თუ სხვა გზა არ არსებობს, მაშინ მიმართოს სახელმწიფოს. მაგრამ პირველ რიგში ვიფიქროთ იმაზე, როგორ საზოგადოებამ როგორ შეიძლება გადაჭრათ პრობლემა. იმიტომ რომ სახელმწიფო რო იწყებს პრობლემის გადაჭრას, მერე სახელმწიფოს ბრალსდებენ, ამ ყოველშაბათში მცხეთისობაში იმას ბრალსდებენ, რომ ძალა ზედმეტად გამოიყენა. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, რომ მხოლოდ სახელმწიფოზე იმედს ნუ ამყარებს და პოლიტიკოსებზე. გაცილებით დიდი წილი არის საზოგადოების სხვა წევრები. თუმცა კიდევ ერთხელ სახელმწიფოს როლი პოზიტიური ვალდებულება არის. კონსტიტუციაში რო წერია, რომ ვიღაცის უფლება არ უნდა შეისრულოს გამოხატვის შეკრების და რაღაცა, იქ სახელმწიფო ბუჩქებში კი არ უნდა დაიმალოს. იქ სახელმწიფო უნდა გამოვიდეს და თქვას, რომ ამ ადამიანებს აქვთ კონსტიტუციური უფლება გამოხატონ თავისი თავი. Okay? ანუ მე თვითონ ვთქვი, აი ის როდის დიგიან საკითხი, რომ რელიგია ყოველთვის უდავს ამ ადამიანებს და პოლიტიკოსებს გამიჩნევს ოფიციალური რელიგიის თემებს კალებში აფარებს მომყოლს და ვერ ეკამათებია და არც უნდა სეკულარული სახელმწიფო, მაგრამ მაინც არ არის ეს საკითხი. ჩვენ ფინანსდება ეკლესიას, როგორც დაათმობილი რაღაცა. ან ეკლესიის როლის არის გადასაჭრელი, მაგრამ აკეთებს ისევ აქ რო წავიდეთ, რაც დაგონთქვა. ვესტფალიის ზავი არ შედგებოდა კიდევ ერთი პროცესი რო არ დაწყებული. ეს არის მე ამბობს ეკლესიის და სახელმწიფოს გამოჩვენა. ეს არის სეკულარული სახელმწიფოს პრინციპი, როდესაც აფიოდ ივლება ზღვარი რასფეროების ეკლესიას, რასფეროების სახელმწიფოს და ისინი ერთმანეთის სფეროში არ ერევენ. ხო რა? რელიგია რომელიც არ უნდა ავიღოთ, კავშირში არის ჩვენ შინაგან სამყაროსთან, ღირებულებებთან და ასე შემდეგ. და რაც აქვს რელიგია იწყებს ჩარევას, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი შინაგანი ღირებულებებით ვიღაცა ცდილობს სხვას მოახვიოს თავისი ღირებულება. ამიტომ ვესტფალიის ზავის შედეგი არის ასევე სეკულარული სახელმწიფოს ჩამოყალიბება, რაც იმას ნიშნავს, რომ ღირებულებების საკითხზე
სჯერობა თუ ეს არ ეხება ბაზისურ კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს არ შედის სახელმწიფოს ფუნქციაში. სახელმწიფო ამაში არ ერევა, არც ეკლესია ერევა სახელმწიფოში და არც სახელმწიფო ეკლესიაში. ეხლა ერთ ისტორიულ ფაქტს გეტყვით და უბრალოდ გეტყვით ერთ იმას, რომელიც ასევე თქვენ მომავალში ტექსტებს წაიკითხავთ და რაღაცა ვიფიქრებთ, იმდა რომ ყურადღება მიაქციოთ. განსხვავება დასავლურ ევროპასა და აღმოსავლეთ ევროპას შორის არის შემდეგი. დასავლეთ ევროპაში სახელმწიფოები ჩამოყალიბდა რომის ეკლესიასთან დაპირისპირებაში. ინგლისში ეს იმდენად მივიდა, რომ საკუთარი ეკლესია გააკეთა სამიდან, ხო? ისათვის რომ ასე ვთქვათ, რომელიღაცა მეფეს ქორწინების უფლება თუ განქორწინების უფლება მიეცა. თუდორებში ეს კარგად აღწერება, ხო? მაშინ როცა აღმოსავლეთის სახელმწიფოები ემყარებოდნენ ბიზანტიურ მოდელს, როდესაც სახელმწიფოში ყველგან თავისი ავტოკეფალური ეკლესია, სადაც გარეთ კი არ არის, ან შენია და ყოველთვის ის გაიგებოდა როგორც სახელმწიფო ძალაუფლების დანამატი და ნაწილი. თუ დასავლეთ ევროპაში რომი იყო ცალკე, რომელიც ცალკე ინტერესს გამოხატავდა და იყო ან მეკავშირეობა ან ბრძოლა რომთან, ბიზანტიური მოდელი სხვაგვარია. შესაბამისად, ჩვენ ბიზანტიური სამყაროს ნაწილიდან მოდივართ და რა თქმა უნდა ამ თვალსაზრისით გაცილებით რთულად გავივართ იმ პროცესს, რომელიც დასავლეთ ევროპამ გაიარა მოყოლებული მე-17 საუკუნე. კიდევ ერთი ევროკავშირი თხოვს თუ არა რამეს. ევროკავშირის მინიმალური სტანდარტი იყო ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც გაცილებით უფრო ძლიერი დაყოფილი იყო, მაგრამ თქვენ გახსოვთ რა პირობებში მოხდა კანონის მიღება და უნებრივია ის არ არის დონის, რასაც ვისურვებთ რომ ყოფილიყო. შესაბამისად, სახელმწიფო ინსტიტუტების როლი ამითაც შესუსტებულია ამ სფეროში. არა, კიდევ ერთხელ დემოკრატია არის რთული კივნეული პროცესი. დემოკრატია არის პროცესი, როდესაც საზოგადოება ზოგჯერ უშვებს შეცდომებს. მაგრამ სხვა უკეთესი მოდელი, როგორც ჩერჩილმა იყო, არის. ერთი კითხვა დავასრულე. აი ორი. ერთი ის და მერე მეორე. ისე დავუკვირდებით ჩვენს სამოძრაობის და სამართლებრივ. ჩვენ ვაწყობთ ჩვენს რეალობაში როგორც პრობლემა თუმცა პრივილეგია მანიჭებს თუნდაც აფხაზებს. თუმცა სამართლებრივ აღშერებით გაზაფხაზებს პრივილეგია მანიჭებს. იმათთან დიალოგს არანაირი აზრი არ ეკარგება, ყველანაირი აზრი ვერ მივდივართ, მაგრამ დიალოგს პრივილეგია არ მივაჩნია. თუმცა მანდაც ვერ მივდივართ მაინც. თუ რაღაც საფეხური არისო ჩვენ დავიშვით. არის რაღაც საფეხური ჩვენ დავიშვით და ისე მივიდით მათთან საუბარს. რამდენად მიიღებს ქართული საზოგადოება ვიღაც პრივილეგირებულობას, გარეთ ჩვენ თუნდაც ზმის ზმის პრივილეგირებულობას თვითონ ქართული ჩვენ ყველაზე რაც კარგია ქართველებთან ჩალოში აფასთან ქედის მოხდა ჩალოში ქედის აფასთან და უნდა ზოგან ქედის მოხდა და ჩვენი აზროვნების სიმართლეში როგორ შეიძლება აი ეს ყველაფერი მეგონი ყველაფერი თუ ქედი არ მომხარეთ ქედი არ მომხარეთ და ისე მართლა დიალოგს დასწრის შანსი არ აქვს. კარგი, გეტყვით. ერთი მნიშვნელოვანი დამატება აქვს თქვენ კითხვას. რაზედაც აი ეხლა მოვილაპარაკე, რომ ის ხონდა საშუალება, რომ საკუთარ თავში მოხარშულიყო. ჩვენ რო წარმოვიდგინოთ ფიზიკაში ის არის ხოლმე ექსპერიმენტი, ვაკუუმში რო დადება რა. ჩვენ რო წარმოვიდგინოთ სიტუაცია, როდესაც ჩვენ ერთმანეთთან ვართ დარჩენილი, აფხაზეთში დღეს დარჩენილი მოსახლეობა და ჩვენ ისე ვლაპარაკობთ, აბსოლუტურად მოწმენდი მაგიდაზე ეს იდეალიზებული მდგომარეობა, რომელიც სამწუხაროდ არ არის. როდესაც ჩვენ სინამდვილეში კონფლიქტი გვაქვს არა ოსეთთან და აფხაზეთთან, გვაქვს რუსეთთან. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვესწრაფოდეთ ისეთ მდგომარეობას, როდესაც მართლაც შეგვეძლება
უშუალოდ მათთან მოვილაპარაკოთ. და ასეთ შემთხვევაში ეს შესაძლებელია და მე ეწება თქვენი. ამ რეალობაში კი ბატონო, რუსეთთან გადაყრდნობა რომელიც ყველაფერს აკონტროლებს, მაგრამ გარეკერა თავი რეალურად შეესაბამება, მაგრამ ამ რეალობაში ის თავი რომელიც შეიცვალა ფოტომეტრის მერე, უკვე რუსეთის გარდაქმნა აღარ არსებობს, რუსი ხევია სულ შეჭარბობს ჭალებში, სულ შეხედა და ის ამოძრავს ახალგაზრდა. ის აფრთხილებს თავ, თუმცა შეიძლება იყოს ვიღაც სწავლობლები გენეტიკურად სწავლობლები იყო, მაგრამ რუსი ახალგაზრდის თავს. თუმცა რუსია რომელიც ხევია იმპერიის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გეუბნებით რომ რუსეთის გავლენა არის უზარმაზარი, არა მარტო სამხრეთო, არამედ იმ საზოგადოებაში. ჩვენი საგარეო პოლიტიკის ამოცანა უნდა იყოს და დღევანდელი საერთაშორისო საზოგადოება საერთოდ გვიდის ამაში ხელს უწყობს, რომ მოხდეს რუსეთის იზოლირება, მათ შორის ეკონომიკური იზოლირება, რაც მას აუცილებლად შეუქმნის პრობლემებს და ჩვენ უნდა დავეღოთ მომენტს, როდესაც რუსეთი იქნება იმდენად დასუსტებული, რომ მას დასავლეთით დასვამს მოლაპარაკებათა მაგიდას. მაგალითად, საერთოდ კონკრეტული მაგალითი ხო შეიძლება ეს გეჩვენებოდეთ აბსტრაქტულად, მაგრამ საქართველოში იყო რუსეთის სამხედრო ბაზა, ხო? როგორ გავიდა რუსეთის სამხედრო ბაზა? 1999 წელს სტამბოლში ეუთოს სამიტზე ბილ კლინტონმა ნასვამი ელცინი ხეჩოში მოკიდა ხელი, დასვა და ხელი მოაწერია. და იმის შედეგად რუსეთმა აიღო ოდესება, რომ საქართველოსა და მოლდოვადან გაეყვანა ძალა. სამხედრო ბაზა. ამას მაგრამ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ 90-იანი წლების ელცინის რუსეთი და დღევანდელი პუტინის რუსეთი ორი განსხვავებული რაღაც არის. შესაბამისად, თუ არ ხდება გლობალური შიფტი, თუ არ ხდება გლობალური გარდაჭრა, დღევანდელ პირობებში მიღწევა იმ ასე ვთქვათ, ვაკუუმის მდგომარეობისა, როდესაც შეიძლება რამე მოლაპარაკება გაიმართოს, დღესდღეობით საკმაოდ რთულია. ჩვენ ვარ მზადებული რომ ვარ დამატებისგან. იცით რა, მე მგონია რომ სახელმწიფო ეხლა ისე უნდა გადავიყვანოთ დღევანდელ პოლიტიკის დისკუსიაში და ამაზე მე მაქსიმალურად ვიყავით თავს. ჩვენი დღევანდელი ლექციის ამოცანა არ არის ეხლა ვილაპარაკოთ სახელმწიფო რაღაცას კარგად აკეთებს თუ ცუდად. თქვენ ყველა მიცით რომ მე ჩემი წარმოდგენები ამაზე მაქვს. დღევანდელ ლექციაზე ამაზე მოვუწდებით. ბოლო შეკითხვა და არა, მაშინ კიდევ ერთი და ამასთან დაკავშირებით გეტყვით რა. მე მაინც კიდევ ერთი რამ მგონია. საერთოდ ჩვენ თუ თვალს გავაგებთ პროცესს, როდესაც იმპერიები ერგავდა, როგორი
ხო და დაყრდნობილ სახელმწიფოს ან ტერიტორიას შორის ურთიერთობა, ხო? კივნეული პროცესია და ასეთი პარადოქსული პროცესია და ამაშიც არა ვართ ქართველები ასე ვთქვათ რაიონითი გამორჩეულები. ეს ძალიან ბევრი მაგალითი შეგვიძლია ამისი ავიღოთ, იმიტომ რომ არსებობს ეგრეთ ფსიქოლოგიური პრობლემა, როდესაც შეიძლება ადამიანის ფეხი მოკვეთოს და ის მოკვეთილი ფეხით კი იყოს. ჩვენ ამ პროცესში ვართ. ჩვენ რაღაცები მოვკვეთეს საბედნიეროს და ამ პროცესში ვართ. მაგალითად, ჩემი აღთქმა, თქვენ უმრავლესობა ალბათ სკოლაში იყავით. პუტინი რომ მოვიდა, პირველივე რაც გააკეთა 2001 წელს დაგვიწესა სავიზო რეჟიმი. საქართველოსთან დააწესა სავიზო რეჟიმი. ეხლა რომ მაინც უნდა გადავიყვანოთ. ეხლა რომ ამბობ, რომ იცით რა, საქართველოს რიტორიკამ გააარესა. 2001 წელი შევარდნაძე იყო საქართველოს ძალიან დიდი სუსტი. ეხლა პირველი რაც გააკეთა სავიზო რეჟიმი დაგვიწესა. ეს არის. ეხლა როგორ იყო ჩემი აღთქმა? მე ბედნიერი ვიყავი. პირველად რუსეთი გახდა უცხო ქვეყანა. პირველად ვიზა შექნებოდა რუსეთში დასულიყო. ან იმისათვის რომ ყოფილ მეტროპოლიასთან ჩამოყალიბდეს მომავალში ნორმალური ურთიერთობა ჩვენ ჯერ უნდა დავცინდეთ ერთმანეთს. და მე უკვე თქვენმა თაობამ და თქვენი შვილების თაობამ შეიძლება ნულიდან აწყოს ნორმალური ურთიერთობა. ჩვენ ჯერ უნდა დავცინდეთ. დავცინებაში გულისხმობ. აი მაგალითად ჩიად გაიგოთ დარწმუნებული. აი მაგალითად თქვენს აქვს დამეთახება. შეიძლება ბოლო წლებში არა 2-3 წელი არა. ყოველთვის საქართველოში 31 დეკემბრის საღამოს იმართებოდა დისკუსია, რომ ახალი წლის კონცერტს ORT-ზე უყუროთ, ალა პუგაჩოვას თუ უყუროთ ქართველებს. გინახავთ ეს დისკუსია საქართველოში 99%. იმიტომ რომ მშობლების თაობას უნდა ალა პუგაჩოვას მოსმენა, რას უჩვენებდა ალა პუგაჩოვას. ხოლო ახალ თაობას უნდა მადონას მოსმენა. და არ თაობათა ჭირი. რატომ? იმიტომ რომ მშობლების თაობას რუსულის გარდა სხვა ენა არის. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ენობრივ ბარიერს. უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს ენობრივ ბარიერს და ეს თაობათა სხვასთან არის მხოლოდ დამოკიდებული და მეტი და ეკონომიკასთან. ეხლა მშობლებისგან აუცილებლად ასევე გაიგებთ, რომ აი მაგალითად მე ჩემს შვილებს არ ვაყავ, ჩემმა შვილებმა არ იციან რუსული. და ეს მიზანი მართლაც გავაკეთე. თუ არ იციან რუსული. ეხლა თქვენ შეიძლება თქვათ, რომ მე გასაგებია. და ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ აი არასწავლი რაინაზე წაიკითხავს დოსტოევსკის. რომ ამაზე ყოველთვის ჩემი პასუხი იყო ასეთი, რომ მე თუ კითხულობდი თომას მანს რუსულად ან ქართულად, ჩემი შვილი დოსტოევსკის წაიკითხავს ინგლისურად ან ფრანგულად და არც არაფერი არ დაშავდა. მაგრამ ეხლა ცოტა უტრირებულია ეს გეუბნები და შეიძლება აქამდე არ მოვიდეთ და არავითარსაც ნამდვილ რუსულენასთან არ ქონს, მაგრამ კიდევ ერთი გეუბნები. მე უნდა დაცინდო. და ჩვენ ამ პროცესში ვართ. ამტვარი რომ ეს დაცილება ვთქივოთ ჯერ. როცა დავცინდებით, მადლობა. მე სამაგერად, მაგრამ პოზიტივი რა, პოზიტივი არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახალი წლის ღამეს შეიძლება სლიოპთან არამდა პუგაჩოვას ყურება უნდოდეს. ამის მიუხედავად ყველა ხედა, რომ მისი შვილი სწავლობდეს დასავლურ უნივერსიტეტში და არა იგეოში ან ქიმიაში. რაც არის პირველი ნიშანი. თქვენ ახლა გამოკითხვას ვატარებთ, შეიძლება აბსტრაქტულად გეუბნებათ ასე, მაგრამ კონკრეტულ ინტერესებთან რომ მივარო, სადაც ახლა სასწავლებლად. ბერლინის უნივერსიტეტში თუ მოსკოვის უნივერსიტეტში. დამეცნოთ, რომ 99% გეტყვით. საქართველოს დავხვდათ საძიშოვი. საძიშოვი რა? ფულს. რუსეთში მარტივი გასაგებია. არა, აი, თავარი მაინც ენობრივი ბარიერი და რა. ესე წამები თავარი მაინც ენობრივი ბარიერი. აი, ძალიან ბევრი ადამიანს საქართველოშიც აქვს საკმარისი ფული, რომ თქვა წავიდეს ევროპაში და თქვა იქ დახარჯოს ფული, ან გაერთო
რაღაცა, მაგრამ გული მიუწევს შეიძლება რუსეთისკენ. და აქ 37 მანითი არაფერ შუაში არ არის. აქ 37 მანითის მითი იცით, ხო? ეს არაფერ შუაში არ არის. შუაში არის ისევ ენობრივი და ფსიქოლოგიური ბარიერი. ის სამყარო მოსკოვის სამყარო, მისთვის გაცილებით ახლობელია. ესმე იქ რომ რამე გაუჭირდეს, გადარეკავს, გადმორეკავს და რაღაცას იჩანებს. ბერლინში და პარიზში და ვაშინგტონში ვერ გადმორეკავს და ვერ იჩანებს. ესმით ამიტომ ეს ფსიქოლოგიური ბარიერია. ჩვენ თუ გვინდა წესების მიხედვით ცხოვრება, რაც არის დემოკრატია და დასავლური სამყარო, ეს უნდა მივიღოთ. ვერ მივიღებთ, ჩვენ ვერ დავაკეთებთ. და დავასრულოთ. რომელი საათია? არსებობს მედიის განვითარების ფონდი MDF ჯორჯიაში შედის, რომელიც ყოველკვირეულ ბიულეტენს გამოსცემს არაფობიით. ეს არის სულად. პასუხი მარადებული. ნიკადრე მოვჭით. ისევ ახალგაზრდების დევას შევეცდებით შემდეგ აღმოცენებით ვიცი სამწუხაროდ რომ ახალგაზრდებს ძალიან ძლიერი ეროვნული იდენტობა და ამის შიშიგო მცირე იადად გადაშენებული. თქვენ ვიცით რომ ჩვენ ვშვიდა ეს მომენტი როცა რუსეთი დასწრება და დავსწრებით მონპარაკების მაგივრასთან მიტყვა ახალგაზრდა. მაგრამ არც თუ არა ჩვენ ამისთვის მზად რომ მივიღოთ გასაუბრებელი. როცა მეგრულ და სამივენებს მეზაკით დიალექტს ამარ არის ის ახალგაზრდების შიში მართლა რეალური რომ ჩვენ მათ ვერვით. კარგი თემა წამოწიეთ. შიში ხდება, როგორც ხდება, გავცხოვე, ფილოსოფიურად მოხსნა. და უკეთოს გასწორდა. როგორ? რეალური შიში. ეხლა მოდი კითხვაში იყო ძალიან საინტერესო თემა. მეგრული და სვანური ერების. და არის თქვენ ნახეთ თუ არა, სამი კვირის წინ იყო PS-ში, თუ ერთი თვის წინ PS-ში იყო გადაცემა, როდესაც რუსებმა დაბეჭდეს მეგრული დედაენა და დაიწყეს გალში გავრცელება. ეხლა მე მაინტერესებს თქვენი აზრი და გეკითხებით თქვენ. პირდაპირ აგრესია არის ერთი წამი. თქვენ როგორ მოუვლიდით ამ პრობლემას? მე ჩემი აზრით მულტილინგუალიზმი არ წარმოადგენს საშიშროებას. სწორი. რუსები კაპიტალიზაციას აკეთებენ ჩვენ ფობიებს. ჩვენ გონია თუ მეგრულს ვასწავლეთ სკოლაში. ამით მეგრული სეპარატიზმი გავუშვებთ. რაც არის ფუნდამენტური. ის ჩვენ ვართ დასული კარგი საზოგადოება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. შევინარჩუნოთ ხევსურული დიალექტი. სვანური ენა, მეგრული ენა და ასე შემდეგ. შეიძლება არასწავლო დაწყებით კლასებში პირიქით. ჩემი აზრით დაწყებით კლასებში მეგრული არ არის საჭირო მეგრული ოჯახი და პროდის პირიქით. საჭირო არის ქართული ზედა ზედა კლასებში პირიქით რაღაცა ლიტერატურის დასწავლები ითხოვს და მეგრულად ასწავლებს. ჩვენ რეალურად დავთვალოთ. კარგავს სვანურს. მოვა დრო 30 წლის მერე საუკუნის მერე სვანური შეიძლება დავაკეთოთ როგორც ეს. მე არ მიმაჩნია რომ ეს ინტეგრირებული სვანური არის პირველი რომელიც პროტოკოლს გამოიყო ჩვენ სახელმწიფოზე რომელიც საუბრის ის. ხო? შესაბამისად ძალიან ის იქნება დასანალი თუ ამას დავაკეთოთ. რუსი რასია კაპიტალიზაციას ჩვენ შიშებზე რომ ეხლა მეგრული იქნება სკოლაში ამის გამო მეგრული სეპარატიზმი გავხდება. როგორ? ჯერ მეგრულზე ვარ. ამიტომ ჩვენ როგორც სპარაგაცებში ვიხართ, შეიძლება ცოტა საუნდტრეკი კითხიდან შეხედო მოვლენებს. ამაზე სპარაგაცებში შეხედა პირიქით რუს გამოაზრიანებს. შენ თუ იტყვი მეგრული ჩემი კულტურული მემკვიდრეობა და სვანური ჩემი კულტურული მემკვიდრეობა, რომელსაც მე ვფიქრობ რუსი იმ სეპარატიზმის ტალღაზე ვერ
კითხვა რა შეიძლება აფხაზეთთან დამოკიდებული. კიდევ ერთხელ მიჭის ამაზე პასუხის გაცემა როგორი იქნება ქართული საზოგადოების რეაქციები იმ მომენტში, როდესაც საერთო ინტერნაციონალიზაცია მოხდება რუსეთთან ჩვენი პრაქტიკისგან და ისება ამის საერთაშორისო მოგვარება, როგორც ეს არის ჟენევის პრობლემატიკის გათვალისწინება. მაგრამ აქამდე უნდა მივიდეთ. მიჭის ეს მოხდება 3 წლის მერე, 5 წლის მერე, 7 წლის მერე. ამაზეც არის დამოკიდებული, რაც გადის ჩვენ როგორც საზოგადოება ან დავსუსტდებით, ან გავძლიერდებით. არა მარტო ეკონომიკურად, არამედ ღირებულებრივი, დემოკრატიულად და ასე შემდეგ. სტატიკურად. რა ფორმაში